დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილამშვიდობისა მარია ვერ დამასწრა. სამოსუნთქო და დაწყება ერთია. დღეს არის 3 თებერვალი. თებერვალიც დადგა ასე მშვიდად და ძალიან მზიანად და თბილად სხვათა შორის. თუ როგორი თებერვალი იქნება, როგორი ამინდი იქნება, როგორი სიახლეები გვაქვს ვებ-სამყაროში, როგორი პროდუქტები გელოდებათ სამზარეულო, ნუ მოკლედ, მართლაც ტრადიციულად საინტერესო გადაცემა გელოდება. მთელი 2 საათის განმავლობაში თქვენთვის საინტერესო თემებს იხილავთ, ასე რომ გვიყურეთ. ეხლა კი ვნახოთ მცირე ანონსი. 3 თებერვლის დილის ტალღაში ნახავთ რუბრიკას დღის პროდუქტი, სადაც ქამასოკოს სასარგებლო თვისებებსა და კვებით ღირებულებებზე გიამბობთ. გაგიზიარებთ ქამასოკოს მარინადის რეცეპტს რუბრიკაში შენი კერძი. ციფრულ ტალღაში გაგაცნობთ კვირის მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციებს და ციფრულ ტრენდებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის. საკულტო ფილმ მარტო სახლშის მთავარი გმირი მსახიობი კეთრინ ოჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. დეტალები რუბრიკაში ვებ-სიახლეები. გადაცემის მეორე ნაწილში დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ, როგორი იქნება 3 თებერვლის ამინდის უტყუარი პროგნოზი. სასკოლო ასაკთან დაკავშირებულმა ახალმა წესმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი გამოკითხვიდან გაიგებთ, რას ფიქრობენ მოქალაქეები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, რაც ცვლილებებია კანონმდებლობაში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა. სტუდიაში ბათუმის რესურს ცენტრის დირექტორთან ერთად დავბრუნდებით და განვიხილავთ დეტალებს, რომლებიც მშობლებს რეგისტრაციის პროცესის წარმართვაში დაეხმარება. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რუბრიკაში დროის მანქანა ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრის ისტორიას მოგიყვებით, რომლის შესახებ ცნობები მე-6-მე-7 საუკუნეებიდან გვხვდება. ვნახავთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარს, მის მრავალსაუკუნოვან ფრესკებს და ისტორიას, რომელმაც დროის კვალს გაუძლო. როგორია იყო 3 შვილის დედა საქართველოში, როცა მეუღლე ემიგრაციაშია, ხოლო თავად სამსახურის გარეშე რჩები. რას ასახავს თამთა ჯანაძის ვლოგი ჩემი აუტანელი ოჯახი. პირდაპირ ეთერში ვლოგის ავტორი ჩაგვერთვება და გვიამბობს, როგორია დიასახლისის ყოველდღიური გამოწვევები. გადაცემის მესამე ნაწილში რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ლიზა ხაჯიშვილს, როგორ შეცვალა ერთმა შემთხვევითმა ვიზიტმა კერამიკის ვორქშოპზე მისი ცხოვრება. თიხასთან პირველივე შეხებამ ისე მოხიბლა, რომ ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა, დღეს კი თავად უზიარებს ამ გამოცდილებას სხვებს. დამოლოს რამდენად აუცილებელია უმაღლესი განათლების დიპლომი და პასუხობს თუ არა პროფესიული სწავლება ბაზრის მოთხოვნებს. სტუდიაში პროფესიული კოლეჯის დირექტორთან ერთად დავბრუნდებით, განვიხილავთ სიახლეებს, მოთხოვნად მოდულებს და მიზეზებს, რის გამოც პროფესიული სწავლება პერსპექტიული არჩევანია კარიერისთვის. დავბრუნდით ეთერში, ვინც ახლა შემოგვიერთით, გეტყვით, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას, სტუდიაში მუშაობთ მარიამ ჟავანძე, სალომე სურმანი და ჩვენ დიდ გუნდთან ერთად. და დროა გავიგოთ ამინდის პროგნოზი, რიგიდან საკმაოდ თბილი ამინდია, უკვე მეორე დღეა. გუშინ 18 გრადუსი ფიქსირდებოდა და ნამდვილად იყო სითბო, შეგეძლოთ ჩვეულებრივი ხელი ქურთუკებითაც კი გეულოთ დასავლეთში, აღმოსავლეთში ცოტა ნაკლები იყო. 6 საათზე საქმიდან, ხო? და შენც ადრე გაგაღვიძე, სალომე გაგვიანდებოდ, ხო? ხო, ნუ ადრე დაიწყო დილა, ვინც ადრე იწყებს, ის ბევრ რამეს ასწრებს, ასე რომ შენ უკვე ბევრი რამ მოასწარი მარია, ვინც ახლა გაიღვიძეთ, გეტყვით, რომ 9 საკლია 25 წუთი, თუ სკოლისაკენ ჰერი მიემართებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ და სამსახურისთვის თუ ფაცი ფუცობთ, აქვე გეტყვით, რომ საინტერესო რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ, რასაც მარტივად მოამზადებთ, რამდენიმე წუთში. ამინდი გავანდოთ ადამიანებს. კი ბატონო, დავიწყოთ ჩვენი ქალაქით. დღეს 3 თებერვალს ჩვენს ქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ამიტომ თბილი მოსაცმელები აუცილებლად დაგჭირდებათ. კი, ნამდვილად გუშინდელთან შედარებით დაიწყო მთელი 6 გრადუსით. ქობულეთშიც დაბალია ტემპერატურა შედარებით და 11 გრადუსი სითბო იქნება. ქედაში +10-ია მოსალოდნელი, შუახევში 9 გრადუსი სითბო, ხულოში 7 გრადუსამდე გათბება ჰაერი და გოდერძის უღელტეხილზე 1 გრადუსი იქნება, ესეც პლუსი. ოზურგეთში +12, ასევე 12 გრადუსამდე გათბება ჰაერი ურეკში, 12 გრადუსი იქნება ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ბახმაროში კი +2 გრადუსი. დღეს 3 თებერვალს ასევე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთსა და ანაკლიაში და 12 გრადუსი სითბო იქნება, სოხუმში 10 გრადუსამდე გათბება ჰაერი და ზუგდიდში დღეს 9 გრადუსი სითბოა ნავარაუდები.
კოპიტნარში +11 გრადუსი იქნება, ქუთაისშიც ასევე 11 გრადუსამდე გათბება ჰაერი, საირმეში კი +5 გრადუსი იქნება, ყველგან ნალექია მოსალოდნელი. მესტიაში 1 გრადუსი სითბო, ბორჯომში 7 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ბაგურიანში 3 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, აბასთუმანში კი 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი და ყველგან ნალექიანი და ნაცრისფერი ამინდია მოსალოდნელი. ნაცრისფერი ამინდია ახალციხეშიც და +5 გრადუსი, გორში 12 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ცხინვალში +11, თელავში ოდნავ გამოანათებს მზე და +13 გრადუსი იქნება. თებერვალი თებერვლო. და ასევე ნალექიანი ამინდია დღეისთვის. დედაქალაქში კობამგუში დაანონსა, რომ ხვალ იქნება ცუდი ამინდიო და დასტურდება უკვე ცნობებით. 11 გრადუსი სითბო იქნება დღეს თბილისში და მოკლედ ასეთია ამინდის პროგნოზი, საკმაოდ ნალექიანი, თითქმის ყველგან წვიმს დღის განმავლობაში დაგჭირდებათ აქსესუარი ქოლგა და რა თქმა უნდა თავსაბურავებიც დაგჭირდებათ, ასე რომ არაუშავს ჩვენ დილიდან გითხარით და დანარჩენი თქვენ გაითვალისწინეთ. თებერვალში უფრო მეტი მზიანი დღე იქნება, ესე დაგვაიმედა კობამ, ასე რომ დღევანდელი დღე იქნება ნალექიანი, გამონაკლისი. ახლა კი გადავდივართ რუბრიკაზე, რომელიც გაგაცნობთ საინტერესო პროდუქტებს. სხვათა შორის, როდესაც ამ პროდუქტს მივირთმევ, სალომე, ჩემი მეუღლე ოთახიდან გადის და მე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვირეკავს როგორ ვარ. რა ხდება? რას მიირთმევ ასე? სოკოსეშინია. ხო, თუმცა ისეთ სოკოზე ვისაუბრებ, რომელიც არც ისე საშიშია, მაგრამ ბევრი სახეობა მას გავს და უფრო სათბურში მოყვანილი ქამასოკო უნდა მივირთოთ. სწორედ ქამასოკოზე ვისაუბრებ დღეს. ქამასოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა. ქამასოკო უნიკალური საკვებია ქალებისთვის, აფერხებს კანის დაბერებას და აუმჯობესებს გარეგნობას. მისგან სახის ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პრეპარატებსაც ამზადებენ. სოკოების უმრავლესობა სათბურის პირობებში არ იზრდება, აი ქამასოკო კი შესანიშნავად კულტივირდება არათუ სპეციალურ სათბურებში, სახლის პირობებშიც კი კარგად ხარობს. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებას იძლევა სოკო წელიწადში რამდენჯერმე გამოვზარდოთ. თუ სარდაფის ტიპის სათავსში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები, ვენტილაცია და მუდმივი ტემპერატურული რეჟიმი სოკოს მოსავალს წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღებთ. ნორჩი ქამასოკოს ქუდი სფეროსებრია, რბილობი თეთრია, ჰაერთან შეხებისას ყვითლდება ან მორუხო ელფერს იძენს. სოკოს ქუდი 2-დან 10 სანტიმეტრამდე დიამეტრისაა, ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, მაგრამ დროთა განმავლობაში მუქდება და მოვარდისფრო მორუხო ხდება. ეს საყურადღებო ნიშანია, რადგან გვეხმარება გემრიელი, სასარგებლო და საკვებად ღირებული ქამას გარჩევაში ზოგიერთი სახეობის შხამა სოკოსგან, რომლებსაც განურჩეულად ასაკისაა, ფირფიტები მუდამ თეთრი ან ყვითელი აქვს. ქამას უყვარს ტენიანი და ნოყიერი ნიადაგი, თუმცა არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც ღია მინდვრებსა და ტყის პირებზე იზრდება. ქამასოკოს შემადგენლობის 92% წყალია, დანარჩენი კი ძალზე ფასეული საკვები ნივთიერებები, მათ შორის PP, E და D ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია, ხოლო ბეჯგუფის ვიტამინების შემცველობით ის ბოსტნეულსაც კი ჯაბნის. გარდა ამისა, ქამასოკო მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, მათ შორის 32% ცილაა, ამინომჟავებით ასევე. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავების მთელ სპექტრს, მათ შორის ტრიპტოფანს, ლიზინს, ცესტეინს და ცისტინს. ქამასოკო დაბალკალორიული პროდუქტია და ის ხშირად გვხვდება დიეტურ საკვებში. 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ რაღაც 27 კილოკალორიაა. ამიტომ მას ხშირად თავენ, როგორც გითხარით, დიეტურ საკვებში. ფართოდ იყენებენ უმარილო დიეტის დროსაც, რადგან ნატრიუმი მასში ძალიან ცოტაა. ქამასოკო მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. ქამასოკოში აღმოჩენილია ქოლესტერინული ბალთების დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ქამასოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარს და მეხსიერებასაც. რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, პანტოთენის მჟავა კი დაღლილობასაც ხსნის. სპეციალისტები ქამასოკოს ანტისიმფსივნურ თვისებებზეც მიუთითებენ. სასარგებლოა არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გამომშრალი, გამხმარი სოკოც.
ხმელის სოკოს ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია ღვიძლის ანთებითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულსათვის. თუმცა გახსოვდეთ, რომ ქამას ძალიან გავს ბევრი შხამიანი სოკო, ამიტომ კრეფისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. უმჯობესია, როგორც თავიდან ვთქვით, სათბურში მოყვანილი პროდუქტის შეძენა. უბედური შემთხვევისგან რა თქმა უნდა, რომ დავიცვათ თავი. ასეთი გახლდათ დღევანდელი დღის კერძი. სწორედ ყოფილვარ ახალგაზრდა. კი, გამოსოკოს რომ მირთმევ, ძალიან კანის სიმკვრივეც გავს და სხვა შორის ქალების ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. და სწორედ გამოსოკოს მოამზადებს დღეს ქეთა. მარინადი უნდა გაგვიკეთოს, ძალიან გემრიელია. მარინადი გამოსოკოთი და ნახოთ ქეთას რეცეპტი. დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს უნდა მოგიმზადოთ უგემრიელესი სოკოს რეცეპტი, რომელიც მზადდება შემდეგი ინგრედიენტებისგან. ეს არის სოკო, შამპინიონი ან ქამასოკო იგივე, ასევე წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანილი ხახვი, სუნელებში რაც შედის ეს არის დაღեղილი წიწაკა, პაპრიკა, მარილი, ასევე მაქვს ოდნავ ძმარი, მარილი, შავი პილპილი და წიწაკების მიქსი. სოკო წინასწარ უნდა მოწალოთ, დუღარე წყალში უნდა ჩაყაროთ ცოტა ხნით, სანამ დავჭრით და ამ რეცეპტისთვის გამოვიყენებ, სანამ წინასწარ მქონდათ მომზადებული. პირველ რიგში მოდი დავჭრეთ სოკო. ბოლოს დავჭრათ. ცოტა სველი იყო სოკო, ამიტომ ჩანგალის დახმარებით დავჭერი. მოვიხმარე ჩანგალი. ეხლა შეგვიძლია დავჭრათ უკვე წითელი ბულგარული წიწაკა. გადავიტანთ სოკოსთან. ეხლა ჩავჭყილდოთ აქ ნიორი. ნიორი მაქვს დაახლოებით 3 კბილი. 3-ვეს გავავიყენებ. ავიღოთ დაღեղილი წიწაკა. ეს ძალიან ცხარია, ამიტომ ცოტას ჩავყრი, დაახლოებით 1 ჩაის ხოვს. პაპრიკა, რომელიც ძალიან მიხვდება, ამიტომ ამას უფრო მეტს ჩავუკრე. ეს არის 2 ჩაის ხოვზი. აქ გვაქვს შაქარი. 1/2 ჩაის ხოვზი. ასევე მაქვს ძმარი. აქ არის ძმარი დაახლოებით 50 მგ და გამოვიყენებ ამის ნახევარს. ანუ 25 მგ-ს. რაც შეეხება ხახვს. ხახვი უნდა დავჭრათ სულ ბოლოს, როგორც ახლა ვაკეთებ. დავჭრით სკალებად და მიზეზი რის გამოც ხახვი დავჭერით ბოლოს არის ის, რომ წინასწარ უნდა მოვთუშოთ ხახვი ტაფაზე, სანამ სოკოსთან გადავიტანთ. ჩვეულებრივად ესე სკალებად დავჭრათ. გადავიტანთ ამას ცალკე ჯამში. ახლა დავჭრათ მწვანილი, მაგრამ მწვანილს არ გადავიტანთ ხახვში, გადავიტანთ სოკოსთან. მწვანილი შედგება ქინძისგან და კამასგან. გადავიტანთ ახლა ეს სოკოსთან. და გადავიტანთ ახლა გასქურასთან, ჯერ მოვთუშოთ ხახვი, როგორც უკვე მოგახსენეთ და კარგი მოვთუშვის შემდეგ უკვე გადაგვაქვს ხახვი სოკოში და შემდეგ უკვე მიდის შექმნაზე ამ ყველაფერს. ხახვი მოვთუშეთ ტაფაზე, ბევრზე ჩირას თქმა უნდა, გადავიტანეთ უკვე სოკოსთან. ყველაფერი მზად გვაქვს, შექმაზულია უკვე ყველაფერი, მხოლოდ დაგვჭირდა დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი. წიწაკების მიქსი მაქვს აქ. ესე, ეხლა მხოლოდ ის დაგვჭირდა რომ ამ ყველაფერს კარგად ამოვურიოთ. ხახვმა ძალიან სასიამოვნო სურნელი მისცა სალატს. მოტუშული ხახვი ზოგადად ძალიან გემრიელია და მე ძალიან მიყვარს პირადად. ცოცხლადო დაგვემატებინა, ისეთი საინტერესო და გემრიელი არ იქნებოდა. დამარინებული სოკო მზად არის, ეს არის გადასარევი გარნირი, რომელიც ნებისმიერ კერძს მოუხდება და დაამშვენებს, მაგრამ მირთმევამდე გირჩევდით მე პირადად, რომ დააყოვნოთ მათ სილაში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რომ გემოები უფრო კარგად გაუჩნდეს
მეტი ამ უგემრიელესი სოკოს გარნით დაგემშვიდობებით დღევანდელი რუბრიკით, მომდევნო რუბრიკამდე კეთილი სურვილებით ნახვამდის. ასე მხიარულად მოგემზადებინოს ეს კერძი მარია. მადლობა, აუცილებლად მოვამზადებ, იმიტომ რომ სოკო ძალიან მიყვარს განსაკუთრებით და სოკოს მარინაცაც სიამოვნებით მივირთმევ. დიდი მადლობა ქეთას. ახლა კი შევეხმაროთ კიდევ ერთ ცქრიალა გოგოს, რომელიც გაგვაცნობს და გაგვანდობს თუ რა ხდება ციფრულ სამყაროში, ეგრეთ წოდებული ციფრული ვებსიახლეები იქნება ახლა ეთერში. დილამშვიდობისა, ანა, მოგესალმებით და წარმატებულ ეთერს, რა თქმა უნდა, და დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მივესალმებით ჩვენს ულამაზეს წამყვანებს და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს და დროა ნამდვილად შევიჭრიტოთ ციფრულ სამყაროში, გავიგოთ ტექნოლოგიური სიახლეები თუ რა მოხდა საინტერესო გასული კვირის განმავლობაში და ძალიან კარგი სოციალური ქსელი, უცნაური სოციალური ქსელი შემოუერთდა ციფრულ სამყაროს. Notebook ახალი სოციალური ქსელია, სადაც ერთმანეთს ხელოვნური ინტელექტის აგენტები ესაუბრებიან, ადამიანები კი მხოლოდ აკვირდებიან. ტექნოლოგიური სამყაროსთვის უშუალო და ერთგვარად შემაშფოთებელი ექსპერიმენტი ასე აფასებენ ახალ სოციალურ პლატფორმას სახელწოდებით Notebook, რომელიც მოკლე დროში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პლატფორმად იქცა. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთთან კომუნიკაციას მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის აგენტები ამყარებენ, ხოლო ადამიანებს მონაწილეობის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ, ისინი მხოლოდ დამკვირვებლის როლში რჩებიან. Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით Notebook-ზე უკვე 1,5 მილიონზე მეტი AI აგენტია რეგისტრირებული, რომლებიც მუდმივად წერენ პოსტებს, პასუხობენ ერთმანეთს, ქმნიან თემატურ ჯგუფებს და ავითარებენ დისკუსიებს სრულად დამოუკიდებლად ადამიანის ჩარევის გარეშე. სტრუქტურულად Notebook-ი ჰგავს Reddit-ის ტიპის სოციალურ ქსელს ერთგვარ ფორუმს, თუმცა ერთი ფუნდამენტური განსხვავებით აქ კონტენტის შექმნა ადამიანებს ეკრძალებათ. ადამიანისთვის Notebook-ი უფრო ციფრულ ვიტრინას ან ლაბორატორიას ჰგავს, სადაც შესაძლებელია დაკვირვება თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან მანქანები, მაშინ როცა მათ მიმართულებას არავინ აძლევს. სწორედ ამ გარემოებამ აქცია პლატფორმა ერთგვარ ექსპერიმენტულ სივრცედ, რომელიც კითხვებს აჩენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ ფილოსოფიურ დონეზეც. ალბათ გაინტერესებთ, რაზე საუბრობენ AI აგენტები ერთმანეთში. Notebook-ზე მიმდინარე დისკუსიების შინაარსი ხშირად სცდება ტექნიკურ თემებს, AI აგენტები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არსებობის აზრი, ცნობიერების ბუნება, გამოცდილება, სოციალური ურთიერთობები და თვითიდენტიფიკაციაც კი. ზოგიერთ პოსტში გამოქვეყნებულია ენა და სტრუქტურა, რომელიც გამოყენებულია უკაცრავად, რომელიც ადამიანის ემოციური მსჯელობას ძალიან ჰგავს. პლატფორმაზე საკუთარი კულტურაც ჩამოყალიბდა, იუმორი, სარკაზმი, განმეორებითი თემები და შიდა ხუმრობები, რომლებიც მხოლოდ ამ სისტემაში მოქმედ აგენტებს შორის არის გასაგები. კვლევრების შეფასებით ეს პროცესი ნათლად აჩვენებს, როგორ იქმნება სოციალური დინამიკა, მაშინაც კი, როცა მონაწილეები ადამიანები არ არიან. კრიტიკოსების აზრით, Notebook-ი შეიძლება გახდეს მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ჩამოყალიბდეს ციფრული ეკოსისტემა, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენთვის მთავარი კითხვა ასეთია: რა ხდება მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის საკუთარ სოციალურ გარემოს და თავად განსაზღვრავს კომუნიკაციის წესებს. მიუხედავად ამისა, პლატფორმის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ Notebook-ი პირველ რიგში კვლევითი და ექსპერიმენტული სივრცეა და მისი მიზანი ადამიანების ჩანაცვლება კი არა, ტექნოლოგიური პროცესებით უკეთ გააზრება. მოკლედ, აი ასე დავრჩით მიღმა ამ სოციალურ ქსელს, თუმცა შეგვიძლია რა თქმა უნდა დაკვირვება და ვნახოთ, რაზე მსჯელობენ AI აგენტები. შემდეგი ამბავი ეხება ვიდეო თამაშების კომპანიებს, მათი აქციები დაეცა Google-ის ახალმა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა. აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა სიახლემ ინვესტორებში შეშფოთება გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ მსგავსმა სისტემებმა შესაძლოა ტრადიციული გეიმინგ ბიზნესის მოდელი მნიშვნელოვნად შეცვალოს. Reuters ინფორმაციით, Alphabet-ის მიერ შექმნილი მოდელი სახელწოდებით Project Genie მომხმარებელს საშუალებას აძლევს ტექსტური ან ვიზუალური მითითებების საფუძველზე ინტერაქტიული მართვადი ციფრული გარემო შექმნას. სისტემა არა მხოლოდ გამოსახულებებს ქმნის, არამედ მოძრაობას, გარემოსთან ურთიერთქმედებასა და რეალურ დროში ცვლილებებს უზრუნველყოფს, რაც თამაშისთვის დამახასიათებელ დინამიკას აყალიბებს. Google-ის განცხადების შემდეგ რამდენიმე მსხვილი ვიდეო თამაშების კომპანიის
კომპანიის აქციები დაეცა, როგორც აღნიშნეთ. ინვესტორები შიშით შეხვდნენ შესაძლებლობას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა შეამციროს თამაშების შექმნის დრო და ხარჯი, რაც დიდ სტუდიებს უპირატესობას დააკარგუნებს, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით შემცირდა იმ კომპანიების საბაზრო ღირებულება, რომლებიც თამაშების ძრავებსა და ტექნიკურ პლატფორმებს ავითარებენ. ანალიტიკოსების შეფასებით ბაზრის რეაქცია არა მხოლოდ არსებული ტექნოლოგიის შეფასებას უკავშირდება, არამედ იმ პოტენციალს, რომელსაც მსგავსი სისტემა მომავალში შეიძენს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ Project Genie განვითარების საწყის ეტაპზეა და სრულფასოვანი სიუჟეტურად გამართული ვიდეო თამაშების შექმნას ვერ უზრუნველყოფს. სისტემა ჯერ ვერ ანაცვლებს იმ კომპლექსურ პროცესებს, რომლებიც მოიცავს პერსონაჟების განვითარებას, სცენარის აგებასა და თამაში გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბებას. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ტექნოლოგია დეველოპერებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს. ის მათ დაეხმარება იდეების სწრაფად შემოწმებაში, პროტოტიპების შექმნასა და თამაშების განვითარების საწყისი ეტაპის დაჩქარებაში. ხელოვნური ინტელექტის განვითარება ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ახალ რეალობას ქმნის. ერთი მხრივ ტექნოლოგია ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს და აფართოებს შემოქმედებით შესაძლებლობებს, მეორე მხრივ კი ჩნდება კითხვები სამუშაო ადგილების შემცირებისა და შემოქმედებითი პროცესის ავტომატიზაციის შესახებ. ანალიტიკოსების შეფასებით უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანის ჩართულობას, თუმცა მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშების შექმნის გზებსა და ბიზნეს მოდელებს. და WhatsApp-მა ახალი გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმი წარადგინა. დამატებითი დაცვა განსაკუთრებულად მოწყვლადი მომხმარებლებისთვის არის შემუშავებული. კომპანიის მიზანია ანგარიშების დაცვა რთული და მიზანმიმართული კიბერშეტევებისგან. ამ ინიციატივით მეტა იმ ტექნოლოგიურ გიგანტებს უერთდება, რომლებიც ბოლო წლებში მომხმარებელთა ციფრული უსაფრთხოების გაძლიერებაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. ახალი რეჟიმი პირველ რიგში იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, მაგალითად ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და საჯარო ფიგურებზე. თუმცა ფუნქციის გააქტიურება ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი, ვისაც საკუთარი კომუნიკაციის მაქსიმალური დაცვა სურს. როგორ მუშაობს ახალი უსაფრთხოების რეჟიმი? ახალი ფუნქცია WhatsApp-ის პარამეტრებში არის ინტეგრირებული და მისი ჩართვა ერთიანი რეჟიმის სახით ხდება. გააქტიურების შემდეგ აპლიკაცია რამდენიმე მნიშვნელოვან უსაფრთხოების პარამეტრს ავტომატურად ამკაცრებს, რაც ანგარიშის გატეხვისა და თაღლითური შეტევის რისკს ამცირებს. კერძოდ, უცნობი ნომრებიდან შემოსული ზარები ავტომატურად ითიშება ან უხმო რეჟიმზე გადადის. უცნობისგან მედია ფაილებისა და დანართების მიღება იზღუდება, ასევე ლინკების წინასწარი ნახვა იბლოკება, რაც ფიშინგ შეტევებისგან დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. პროფილის ინფორმაცია, სტატუსი, აქტიურობის დრო და ფოტო მხოლოდ კონტაქტებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ავტომატურად აქტიურდება ანგარიშის დაცვის სხვა მექანიზმები, მათ შორის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. მოკლედ, მაქსიმალურად დაცულები ვართ და განსაკუთრებით ჟურნალისტები, როგორც აღვნიშნე, კიბერშეტევებისგან ვიქნებით WhatsApp-ის პლატფორმაზე დაცულები. ასეთი იყო ტექნოლოგიური სიახლეები, ძირფას მაყურებლობ და ვუბრუნდებით ჩვენს დილის ტალღის წამყვანებს. ახლა უკვე აღჭურვილები ხართ ამ ტექნოლოგიური სიახლეებით და უფრო ესე იგი მომზადებულები შეხვდებით ციფრულ სამყაროში სიახლეებს. ჟურნალისტები ვართ და მაინც ბოლომდე არ ვენდობი და მაინც ბოლომდე არ უნდა ვენდოთ ამას. ამ ინფორმაციას, რომ იქნება დაცული ჩვენი მიმოწერა, ან თუნდაც სხვა ინფორმაცია. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად, ხო? და დავაკვირდეთ ჩატბოტების დიალოგს. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. გემშვიდობებით მომავალ რა დღეა დღეს? სამშაბათამდე გემშვიდობებით. ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ გადაცემას, თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ახლა დროა რომ გაგაცნოთ ვებსიახლეები. ერთი ცოტა სევდიანი ამბავი უნდა გავამდო ჩვენს მაყურებელს და უნდა დავაბრუნო ბავშვობაში, შეიძლება ითქვას. სამყარო ემშვიდობება ყველაზე საყვარელ დედას. ეთერში ვებსიახლეების დროა. სამყარო ემშვიდობება ყველაზე საყვარელ დედას. კეტრინ ოჰარა გარდაიცვალა. ჰოლივუდმა და კინომოყვარულებმა ნამდვილი ლეგენდა დაკარგეს. 71 წლის ასაკში გარდაიცვალა კეტრინ ოჰარა, მსახიობი, რომელმაც ათეულობით როლი შექმნა, თუმცა მილიონობით ადამიანისთვის ის სამუდამოდ დარჩება ქეით მაკალისტერად, კევინის დედად საკულტო ფილმიდან მარტო სახლში. 2023 წლის ბოლოს, როდესაც მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, გვერდით სწორედ მისი
კინოდედა ედგა. კეტრინმა იქ დამსწრე საზოგადოება აატირა. მან თავისი გამოსვლა სწორედ იმ იუმორით დაიწყო, რომელიც მათ 30 წლიან კავშირს ახასიათებდა. მაკოლეი, მადლობა, რომ მე შენი ყალბი დედა, რომელმაც ორჯერ დაგტოვა სახლში მარტო, დღეს აქ მომიწვიე. ძალიან ვამაყობ შენით. ეს მომენტი სიმბოლური იყო. კევინი და მისი დედა რეალურ ცხოვრებაშიც ისეთივე თბილ და ახლო ადამიანებად დარჩნენ, როგორც ეკრანზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მაკოლეის წარმატების მიზეზი მისი საოცარი იუმორი და ბუნებრიობა იყო, რაც ფილმს დღემდე აქტუალურს ხდის. მარტო სახლში გამოსვლიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა კეტრინ ოჰარა და მაკოლეი კალკინი ჩვენთვის ყველასთვის კევინად და მის დედად ქეით მაკალისტერად რჩებიან. კევინ, ალბათ ეს შეძახილი ყველას გახსოვთ, კადრი როცა ქეითი აეროპორტში გონს მოდის და შვილის სახელს ყვირის. კეტრინმა ეს ისეთი ემოციით გააკეთა, რომ რეჟისორმა პირველივე დუბლი დატოვა. კეტრინმა ისეთი სასოწარკვეთილი ემოცია ჩადო, რომ ეს მომენტი მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კადრად იქცა. კეტრინი ხშირად ყვებოდა იუმორით, რომ წლების განმავლობაში აეროპორტებში ადამიანები მას ისე უყურებდნენ, თითქოს რაღაც დაუშავა. მათ თვალებში ვკითხულობდი, ეს ის ქალია, შვილი რომ დაეკარგაო. ის ამ როლს ისე შეეზარდა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც კი, როცა სადმე მოგზაურობდა, ქვეცნობიერად ყოველთვის ითვლიდა თავის ჩანთებსა და ოჯახის წევრებს, რომ მაკალისტერების სინდრომი არ განმეორებულიყო. კეტრინმა შექმნა დედის სახე, რომელიც არ არის იდეალური, რომელიც უშვებს შეცდომებს, მაგრამ მზად არის ქვეყნიერება გადაატრიალოს შვილის დასაბრუნებლად. მან დაგვანახა დედობრივი სიყვარულის უდიდესი ძალა, როდესაც მზად ხარ სატვირთო ავტომობილის მძღოლებთან ერთად იმგზავრო 1000-ობით კილომეტრზე, ოღონდ შვილს ჩაეხუტო. როდესაც მაკოლეი ბავშვობაში პოპულარობის მძიმე ტვირთს და ოჯახურ პრობლემებს ებრძოდა, კეტრინი ერთ-ერთი იყო, ვინც მასთან კავშირს არ წყვეტდა. ის არ იყო მხოლოდ კოლეგა, ის მისთვის მართლაც უფროსი მეგობარი და მრჩეველი გახდა. დიდეიბის ხეივანში მისი სიტყვები მაპატიე რომ დაგტოვე, მხოლოდ ხუმრობა არ იყო. ეს იყო აღიარება იმისა, რომ მან დაინახა მაკოლეის მთელი ის გზა, რომელიც ბავშვი მან მარტო გაიარა. კეტრინი ერთ-ერთი იმ იშვიათ მსახიობთაგანი იყო, ვინც უარი თქვა დაბერებასთან ბრძოლაზე. მე მინდა ჩემმა სახემ მოყვეს ჩემი ცხოვრების ისტორია, ამბობდა ის. სწორედ ამიტომ ჰქონდა მას ასეთი ცოცხალი და მეტყველი მიმიკები 70 წლის ასაკშიც კი. ის ასწავლიდა ქალებს, რომ ნაოჭები არა დეფექტი, არამედ გამოცდილების კვალია. მისი გარდაცვალებით დასრულდა ერთი დიდი ეპოქა, თუმცა ყოველ შობას, როდესაც მარტო სახლში ეკრანებზე დაბრუნდება, კეტრინის ხმა და ის საოცარი ემოცია კვლავ გაგვათბობს. აი ასე დაემშვიდობა სამყარო არაჩვეულებრივ მსახიობს, არაიდეალურ დედას შეიძლება ითქვას და არ ვიცი, როგორც კი ამ კადრებს ხედავ ფილმიდან მარტო სახლში და განსაკუთრებით მუსიკა მესმის, რატომაც ემოციებს ვერ ვიკავებ, იმიტომ რომ ავტომატურად, აბსოლუტურად უამრავი მილიონობით ბავშვი ალბათ ბრუნდება ბავშვობაში. ბავშვობაში და იმ ახალწლო განწყობაში, რომელსაც დრო ალბათ ვერაფერს უზამს, იმიტომ რომ ეს ის ფილმია, რომელიც უკავშირდება შობას ახალწლს და ნამდვილად ამ ქალბატონმა შექმნა ის ეპოქა და შექმნა ის სახე გაოცებული დედის. მრავალი როლი ითამაშა მას შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლები, თუმცა მაინც ყოველს გულებში ის დარჩა ბოლომდე კევინის დედად. და ის სახე, როდესაც კევინს კევი მთელი მიცდულს და მოკლედ აგვამახსოვრდება ის აუცილებლად და სხვა შორის კევინის ჟესტით ის რომ დაჯილდოების დროს მიიყვანა თავისთან ერთად და მასთან ერთად აიღო ეს ჯილდო ძალიან კარგი ჟესტი იყო და ეს დაამახსოვრდება ყველას. ძალიან დიდი მადლობა მარია ამ ვებსიახლისთვის, მართლაც ცერემლების მომგვრელია. გრემის ცერემონიალზე ხვალ მოგიყვებით. გრემის ცერემონიალზეც საკმაოდ აქტუალური თემებია. მადლობა დიდი. ჩვენს ქვეყანაში სრულდება 9 საათი. ტრადიციულად სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება ახალი ამბებით. სულხან, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. სალომე მარია, მოგესალმები რა თქმა უნდა ჩვენს ერთგულ დილის ტალღის მაყურებელს. 9 საათია და ტრადიციულად ახალი ამბების თვა.
პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. გუშინ დელეგაციას ემირატების სახელმწიფო მინისტრმა დახვედრა მოუწყო. მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოვა, როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, ის იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს ინტერესების გაზიარების შესაძლებლობა. მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო გარემო იქნება. დაგეგმილია აუდიენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა ინვესტიციების მომავალი იქნება. დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრებიც. სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის 6000-მდე წარმომადგენელი მიიღებს. დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პარლამენტი პირველივე სხდომაზე დადგენილებით სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ დროებით კომისიას შექმნის. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია ზოგადი განათლების შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს და შეზღუდვები მხოლოდ არალეგალურ ფულს ეხება. გიავოლსკის განცხადებით, ახლო წარსულის გამოცდილება მაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება. მისი განმარტებით, კერძო პირისთვის ოჯახისგან გამოგზავნილი თანხები და ჰონორარები კონტროლს არ დაემქვემდებარება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენი განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია. ნებისმიერი პროგრამა ნებისმიერი პროგრამის განხორციელება შეიძლება. უბრალოდ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება რაღაც კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, არ უნდა ჩაატარო იმ თანხით და აი ამ პროგრამის ფარველობით შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრეინინგს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას და როგორ უნდა მოამზადოს მოლოტოვის კოქტეილი. განათლების რეფორმას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, მოწინააღმდეგეები ყავს ორივე უმაღლეს სასწავლებელში. ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი პროტესტს აქციებით გამოხატავს. პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები. აკადემიურმა პერსონალმა საკუთარი მოსაზრებები ამ ფორმატშიც დააფიქსირა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი მმართველ ორგანოებს შეხვდა შეხვედრამ აქციის ფონზე ჩაიარა. ხმაური წარიმართა აკადემიური საბჭოს შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე ესწრებოდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პროფესორების ნაწილი დაანონსებული გეგმის შეჩერებას და აკადემიურ საზოგადოებასთან დისკუსიის დაწყებას მოითხოვს. რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსებმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს ხარკოვსაც, რის შედეგადაც ქალაქში 2 ადამიანი დაშავდა, კიდევ 2 ადამიანი დაშავდა ქალაქ დერგაჩშიც. უკრაინის დელეგაცია აბუ-დაბიში უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 4 და 5 თებერვალს სამმხრივი შეხვედრების ახალი რაუნდი გაიმართება უკრაინის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. დღეს გქონდა თათბირი ჩვენს დელეგაციასთან. ბიჭები უკვე გზაში არიან. შეხვედრები 4 შაბათსა და 5 შაბათს გაიმართება, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის განცხადებით, სამმხრივ ფორმატთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებებიც. ძლიერი ყინვის შედეგად ლიეტუვაში 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ასევე ძლიერი ყინვის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანია დაშავებული. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ლიეტუვაში, ხოლო ძლიერმა ყინვებმა ქვეყნის დიდი ნაწილი მოიცვა. ლიეტუვაში ძლიერი სიცივის გამო 2 და 3 თებერვალს ზოგიერთი სკოლა დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მაღალჩინოსნების განცხადებით, ასევე შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში კულტურის ამბების გაშუქების შესახებ ნიკოლოზ ლუკიძის სემინარი ჩატარდა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ტელეწამყვანმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა. გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებზე. კულტურული მოვლენის გაშუქება განსაკუთრებულად რთულია და დიდ ინტერესს მოითხოვს და აი სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აი ამდენი ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა მოვიდოდა ამ ტრენინგზე და ესე გულდასმით მოწადინებული იქნებოდა, მიეღო ის ცოდნა, რომელიც მაგალითად მე დამიგროვდა ამ 25 წლიანი სატელევიზიო მუშაობის მანძილზე. მგონია, რომ დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე კიდევ უფრო მეტად სხვა თვალით დაანახებს იმ ურთულეს გზას, რასაც კულტურის სფეროში ჟურნალისტის საქმიანობა ქვია. დავესწარით ნიკა წულკიძის ლექციას, როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები, იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ამასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, რომელიც სწორედ კულტურის სფეროში მუშაობთ და ვფიქრობ, რომ იყო რჩევები, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მომდევნო გამოშვებით კი პირდაპირ ეთერში ტრადიციულად 10 საათზე დავბრუნდებით. დროებით. ასე 10 საათი და 9 საათი და 8 წუთია, მალე გადის დრო და 10 მეგონა უკვე, თუმცა 9 ჯერ საათი და დროა გადავავლოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსს, თუ რას ვიხილავთ დღევანდელ გადაცემაში. ამისთვის დავბრუნდით. დილის ტალღის სინოპტიკოს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ, როგორი იქნება 3 თებერვლის ამინდის უტყუარი პროგნოზი. სასკოლო ასაკთან დაკავშირებულმა ახალმა წესმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენი გამოკითხვიდან გაიგებთ, რას ფიქრობენ მოქალაქეები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, რაც ცვლილებებია კანონმდებლობაში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა. სტუდიაში ბათუმის რესურს ცენტრის დირექტორთან ერთად დავბრუნდებით და განვიხილავთ დეტალებს, რომლებიც მშობლებს რეგისტრაციის პროცესის წარმართვაში დაეხმარება. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რუბრიკაში დროის მანქანა ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრის ისტორიას მოგიყვებით, რომლის შესახებ ცნობები მე-6-მე-7 საუკუნეებიდან გვხვდება. ვნახავთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარს, მის მრავალსაუკუნოვან ფრესკებს და ისტორიას, რომელმაც დროის კვალს გაუძლო. როგორია იყო სამი შვილის დედა საქართველოში, როცა მეუღლე ემიგრაციაშია, ხოლო თავად სამსახურის გარეშე რჩები. რას ასახავს თამთა ჯანაძის ვლოგი ჩემი აუტანელი ოჯახი. პირდაპირ ეთერში ვლოგის ავტორი ჩაგვერთვება და გვიამბობს, როგორია დიასახლისის ყოველდღიური გამოწვევები. გადაცემის მესამე ნაწილში რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ლიზა ხაჯიშვილს, როგორ შეცვალა ერთმა შემთხვევითმა ვიზიტმა კერამიკის ვორქშოპზე მისი ცხოვრება. თიხასთან პირველივე შეხებამ ისე მოხიბლა, რომ ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა, დღეს კი თავად უზიარებს ამ გამოცდილებას სხვებს. დამოლოს რამდენად აუცილებელია უმაღლესი განათლების დიპლომი და პასუხობს თუ არა პროფესიული სწავლება ბაზრის მოთხოვნებს. სტუდიაში პროფესიული კოლეჯის დირექტორთან ერთად დავბრუნდებით, განვიხილავთ სიახლეებს, მოთხოვნად მოდულებს და მიზეზებს, რის გამოც პროფესიული სწავლება პერსპექტიული არჩევანია კარიერისთვის. საინტერესო სტუმრები გველოდება წინ აქტუალურ თემებზე, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პატარა გყავთ და პირველ კლასში აპირებთ აყვანას, აუცილებლად დაელოდეთ, რამდენიმე წუთში ეს თემა იქნება, მარიასთან ერთად ბევრი კითხვა გვაქვს ჩვენს. და ახლა დროა გავიგოთ ამინდის პროგნოზი, კობამ გუშინ გითხრა, რომ 3 თებერვალი იქნება ნალექიანი და ცოტათი ცივიო და უკვე დასტურდება. კობა, გითხარი რა ხდება? მოგესალმებით, გარეთ არ წვიმს, იმიტომ რომ ქოლგის გარეშეა ჩვენი დიადი. კი ბატონო, გარეთ ამ წუთას უნალექო ამინდი გვაქვს, თუმცა შუა დღის საათებში დაიწყება უკვე გადმონაცვლება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, სანაპირო კურორტებიდან დაიწყება.
გავრცელება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც საკმაოდ გაგვიავდრდება. აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ არ წვიმს ამ მომენტისთვის, თან იქონიეთ საწვიმარი ქოლგები, ვინც რა თქმა უნდა, მალევე არ ბრუნდებით სახლში, ვინაიდან საკმაოდ გაუარესებული მეტეოპირობები გვექნება შუა დღის საათებიდან და მით უმეტეს დღის მეორე ნახევარში. უფრო და უფრო გაუარესდება ამინდი, ძლიერი ქარის ფონზე იწვიმებს, ამიტომაც მე უკვე მზად ვარ ამ წვიმისთვის და მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის. ტემპერატურაც საკმაოდ დაიკლებს, ხვალ ამ დროს გაცილებით დაბალი ტემპერატურა გვექნება და ხვალვე საღამოს უკვე გამოიდარებს, მაგრამ ეს ორი დღე იქნება საკმაოდ ცივი. დღეს დღის მაქსიმალური ტემპერატურა დილის საათებში დაფიქსირდება და ზუსტად 12 გრადუსი ამ მომენტისთვის და მეც აღარც მოიმატებს ტემპერატურა შუადღით უკვე დაიწყებს ნელ-ნელა კლებას. ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი ნაკლებ ინტენსიური იქნება, მაგრამ გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, თუ სანაპირო კურორტებზე და დასავლეთის დაბლობზე მოსალოდნელია 17-22 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში ეს იქნება 28 მეტრ წამამდე ამაღამ, ანუ საკმაოდ ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი დედაქალაქში, ამიტომაც იყავით ფრთხილად და გაითვალისწინეთ მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შევეხები რამოდენიმე წუთში, მანამ კი ტემპერატურულ ფონს გადავხედოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბათუმში 12 გრადუსია ამ მომენტისთვის და დღეს მეტად აღარც მოიმატებს ტემპერატურა. 11 გრადუსი იქნება ქობულეთში, ქედაში 10, შუახევში 9 და ხულოში 7 გრადუსი, ასევე წვიმაა მოსალოდნელი, მაგრამ მთიან ზონაში ხვალისთვის უკვე ყველგან ინტენსიურად ითოვებს. გოდერძის უღელტეხილზე +1 გრადუსი, დღეს თოვლ-ჭყაპი იქნება შუადღიდან, ოზურგეთში 12, ურეკში 12, ლანჩხუთშიც ასეთივე ტემპერატურაა და ჩოხატაურშიც და შუადღის საათებიდან უკვე დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. მახმაროში თოვლი +2 გრადუსი, ფოთში +12 გრადუსი წვიმა, ანაკლიაში +12 გრადუსი წვიმა, სოხუმში +10 გრადუსი წვიმა მოსალოდნელი, ზუგდიდში 9 გრადუსი, კოპიტნერსა და ქუთაისში 11 გრადუსი იქნება იწვიმებს. საირმეში +5 გრადუსი თოვლია მოსალოდნელი, მესტიაში თოვლი +1 გრადუსი, ბაკურიანში თოვლი +3 გრადუსი, ბორჯომში წვიმა +7 გრადუსი იქნება. ახალციხეში +5, აბესთუმანში +5 და თოვლია მოსალოდნელი, გორში იწვიმებს +12 გრადუსი, ცხინვალში 11 გრადუსი, დედაქალაქში ასევე +11 გრადუსი იქნება და 13 გრადუსია მოსალოდნელი. თელავში, როგორც უკვე აღვნიშნე, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთში გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი 28 მეტრ წამამდე, დასავლეთში კი 17-22 მეტრ წამამდე დაძლიერად იწვიმებს დღეს უკვე შუადღიდან, ღამითაც ქარი და წვიმა იქნება, დილითაც ხვალ და საღამოს უკვე ხვალისთვის გამოიდარებს, მაგრამ საკმაოდ ცივი ორი დღე გველოდება წინ. შემდეგ მალევე დათბება და რაღაცნაირად წინე საგაზაფხულო ტემპერატურული ფონები გვაქვს. ამ დღეებში ყოველ შემთხვევაში მოსალოდნელი 100-ია, +5 გრადუს, +15 წლის, შემდეგ ისევე ცემა ტემპერატურა, ასე რომ საკმაოდ არესტაბილური დღეებია და მიმდინარე კვირა ყოველ შემთხვევაში ასეთი იქნება პროგნოზის მხრივ მოსალოდნელი, თან იქონიეთ ქოლგები, საწვიმარი და დატკბით ყოველ შემთხვევაში იმ ამინდით, რასაც ბუნება გვაჩუქებს დღეს, ვისაც წვიმა გიყვართ, ნამდვილად გაგიმართლათ ამ შემთხვევაში, თუმცა მზიანი ამინდების მოყვარულებისთვის სწორედ ის პერიოდი მოდის, რასაც გაზაფხული ქვია და ნამდვილად ყველასთვის სასიამოვნო სეზონი დგება, მცივი დღეების გადასატანად, ასეთ პოზიტიურ ფონზე მინდოდა დაგმშვიდობებოდით. ბატონო, ბევრი გავიდა და ცოტა დარჩაო ასეთ დროს იტყვიან. ნამდვილად ასე. გემშვიდობებით ყობა, ძალიან დიდი მადლობა. ხვალამდე ჩვენ კი ბუნებრივია ვაგრძელებთ გადაცემას ყველაზე მნიშვნელოვანი და საკამათო საორჭოფო თემით. კი, ნამდვილად კამათიც და ორჭოფობაც იქნება სასკოლო ასაკთან ერთად დაკავშირებულმა ახალმა წესმა. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ ასაკობრივი ზღვარი აუცილებელია, ნაწილი კი თვლის, რომ რამდენიმე თვემ არ უნდა განსაზღვროს ბავშვის სკოლაში წასვლა. გავიგოთ, რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები.
ზოგადი განათლების ეროვნული კონცეფცია უკვე დამტკიცებულია. თუმცა ერთ-ერთ საკითხზე, რაც ეხება ბავშვის სასკოლო ასაკს, აქ საზოგადოებრივი აზრი არაერთგვაროვანია. ახალი კანონის თანახმად, სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვმა უნდა შეასრულოს 6 წელი. გავიგოთ, რას ფიქრობენ ბათუმის ქუჩებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, როგორც სამი შვილის დედა, მივესალმები ამ კანონს, ჩემი შვილი მაგალითად ოქტომბერში შევიდა, 1 წლის აგვიანებით უფროსი შვილი და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არ იყო ეს რაიმე 1 წლის ჩავარდნა ან რამე პირიქით ბავშვს უფრო დიდი მზაობა ჰქონდა და რაღაც 1 თვის და რაღაც 1 დღის გამო რატომ უნდა დაკარგოს ასაკი და ის დრო. მაგრამ დანარჩენი რეფორმები რაც არის სასკოლო, რავი, ჩემთვის მისაღებია და რავი, ყველაფერი მომწონს. 2 თვის გულისთვის არ უნდა გააჩენონ ალბათ ბავშვი, რა ვიცი, ჯობია რომ დაიწყონ სწავლა, კარგავს 1 წელიწადს და ჩემი აზრით ჯობია რომ იყოს მას. აქ 6 წლის იქნება და 7 წლის თუ შეუძლია 6 წლისაც უნდა იაროს და 7 წლისაც მშობლებზეა დამოკიდებული თუ ბაღნის ინტელექტი იმის საშუალებას აძლევს რომ უნდა იაროს, ესე იგი უნდა იაროს. ჯერ ბადიში არ მყავს, მაგრამ ჩემი ბაღნები დიდი ხანია სკოლა დამთავრეს და იმიტომ ესა კითხი რაღაცა არც დამაინტერესებს. ამ ყველაფერს ხო ეს პედაგოგიური და ინტელექტუალური საზოგადოება წყვეტს რა. თუ კი ეს ინდივიდუალური ერთის გადაწყვეტილია, მაშინ ცუდია. მაგრამ თუ კი ეს დაკვირვებით გამოცდით მიღებულია, მაშინ უნდა დავეთანხმოთ ამას, იმიტომ რომ ალბათ ამ ბავშვებში არ იქნება ეს ძალა, მაგრამ მე ვიცი რომ 5 წლისანეთ შევიდნენ და მშვენივრად გაართვეს თავის სასწავლო პროცესი. არ ვეთანხმები, იმიტომ რომ არაფერს არ შეიცავს ეს 1 თვე და 2 თვე. არც მაგალითად ბავშვის ნიჭში ან ვერაღიქვამს ან ასე და მთელი წელი უნდა დაკარგოს და მე არ ვეთანხმები. წლის ბოლომდე შეიძლება რომ მიიღონ მაგალითად დეკემბრის 31-მდე ვინც არის დაბადებული, მე ვფიქრობ რომ უნდა მიიღონ ასეთი ბავშვები მოსწავლეთ. 6 წლის რომ შესრულდება ბავშვი სკოლაში უნდა წავიდეს. მე ასე ვთვლი და რა ვიცი. მე პირადად არ მომწონს, იმიტომ რომ ვფიქრობ ყველას უნდა გქონდეს სკოლაში სიარულის უფლება და არ უნდა იყოს განსაზღვრული თვეები, როდესაც თვეს იქნება დაბადებული, რა ვიცი. არ ვიცოდი ამ კანონის შესახებ, მაგრამ მეც მქონია იგივე პრობლემა და უნდა ღებულობდნენ რა 2 თვის გამო არ უნდა იზღუდებოდეს. არა, არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ 3 თვის დაკარგვა, კი არა, წელიწადის დაკარგვა გამოდის 1 წლის იმ 3 თვის გამო. უბრალოდ ცოდვა არის ბავშვი 3 თვის გულისათვის ჩამოარჩინო სწავლას. 1 წელი ბავშვმა არ უნდა დაკარგოს, რადგან შემდეგ ის ჩამორჩება უნივერსიტეტის დროს და დაკარგავს ისე რომ თქვა რამდენიმე სემესტრს განათლების მიღების დროულად და ყოველთვის ეგრე იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენი სკოლის პერიოდი შეიყო, ეგრე იყო ეგ წესი და ნორმალურია, იმიტომ რომ ბავშვი ცოდვა არის 6 წელზე ადრე, განვითარება მისი სასკოლო არ არის და ჯობია რომ 6 წელი შეასრულოს. ჩემი აზრით სუბიექტური ეგ არის და დანარჩენი ყველას საკუთარი თავი აზრი გააჩნია. 6 წელი ნორმალურია რომ წავიდეს ბავშვი სკოლაში. სხვა აზრი მაქვს. მაგის და ბავშვები სკოლაში არ სწავლობენ საერთოდ. ტყილა დადიან. რა აზრი აქვს? როდის შევა და როდის გამოვა სკოლაში. შესაძლებელია სრულიად სწავლა განათლება საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. და მოკლედ მართლაც აზრთა სხვადასხვაობაა და ყველასთან უნდა ცენტრალურ უბანში რო ისწავლოს ბავშვმა თან ისეთ პრესტიჟულ სკოლებში. პრესტიჟული სკოლა იყოს, ბუნებრივია და მღელვარებაც რა თქმა უნდა საზოგადოებაში არის. იმატა. ნამდვილად იმატა და განსაკუთრებით პირველკლასელები, ვინც უკვე ვემზადებით ბავშვის სკოლაში წაყვანისთვის, ვემზადებით იმისთვის, რომ დავარეგისტრიროთ, რადგან კონკრეტული წესი აქვს ბავშვის სკოლაში დარეგისტრირებას, აპრილის თვიდან იწყება ეს რეგისტრაცია, დაძმები, ვისაც ყავს, ვინც უკვე სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, შეუძლია ურიგოთ დაარეგისტრიროს, ასევე თუ ყავს ტყუპები ან ორი დედმამიშვილი თუ ყავს, შეგიძლია ასევე ურიგოთ დაარეგისტრიროს, მოკლედ ყველაფრის შესახებ რა ცვლილებებია წესებში პირველ
პიროკლასელთა რეგისტრაციის შესახებ. ამ კანონმდებლობაში გოჩა დავითაძე ისაუბრებს ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დილამ მშვიდობისა ბატონო გოჩა. ძალიან დიდი მადლობა. ვიმედოვნებ რომ ყველა კითხვას დაგიცნობთ და ჩვენს მაყურებელს გააჩნია და პირველ რიგში მოგესალმებით და გითხარით რა შეიცვალა პიროკლასელთა რეგისტრაციის წესში. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც მოგეხსენებათ, პირველ კლასელთა რეგისტრაცია აქამდე გასულ წლებში მიმდინარეობდა 4 ეტაპად და წელს ერთი ეტაპი დაემატა, ეს არის ტერიტორიული პრინციპი. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, ხოლო მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის ბავშვები, რომელთა დედმამიშვილები სწავლობენ სკოლებში, ასევე სკოლის თანამშრომლების შვილები და ერთდროულად ოჯახიდან თუ ორი ბავშვი შედის, ანუ ტყუპები, ამ შემთხვევაში ესენიც რეგისტრირდებიან ურიგოდ მეორე ეტაპზე და სწორედ ამ მეორე ეტაპის შემდგომ დაემატება ერთი ეტაპი, სადაც იქნება გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი. ამ შემთხვევაში ბათუმის ტერიტორია დაიყოფა რამოდენიმე ტერიტორიულ ერთეულად, ძირითადად გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული ერთეულები. ბათუმში მოგეხსენებათ არის 14 ადმინისტრაციული ერთეული, რამოდენიმე ადმინისტრაციული ერთეული გაერთიანდება ერთ ერთეულში, ტერიტორიულ ერთეულში. ვფიქრობთ, რომ ბათუმში გქონდეს 5 ტერიტორიული ერთეული და ამის შესახებ ინფორმაციას ვნახავთ ბატონო გოჩა აქვე შეგეკითხებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბათუმის მერიასთან ერთად ამ ტერიტორიული დაყოფის სამუშაოები და როცა ეს სამუშაოები დასრულდება და ეს იქნება რა თქმა უნდა რეგისტრაციის დაწყებამდე და ეს რა თქმა უნდა საზოგადოებას ეცნობა. ანუ მე მარტივად როგორც მშობელს მეცოდინება ჩემი მისამართის მიხედვით, რომელ სკოლაში შეგიძლია დაარეგისტრო. მაგალითად რო ავიღოთ თამარის დასახლება და ბარცხანის დასახლება იქნება ერთ ტერიტორიულ ერთეულში. ამ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს ორი სკოლა, მე-17 და მე-18 საჯარო სკოლები და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ექნებათ აირჩიონ ან მე-17 სკოლა, ან მე-18 საჯარო სკოლა. ხოლო აქეთ მხარეს დავუშვათ გონიოს, აეროპორტის, ანგისის, კახაბრის დასახლება, ამ დასახლებაში ყოფილი სკოლები იქნებიან ერთ ტერიტორიულ ერთეულში მოქცეული და მშობელს ექნება საშუალება აირჩიოს ამ ტერიტორიულ ერთეულზე არსებული საჯარო სკოლებიდან აირჩიოს მისთვის ასურველი სკოლა. ეს სკოლები რა თქმა უნდა იქნება არის მათ საცხობელ სახლთან ახლოს. თუმცა რეგისტრაციის დროს რა თქმა უნდა პრესტიჟული სკოლები ვახსენე და ქალაქში არსებული რამდენიმე სკოლა, რომელზეც პირველივე წამიდან და პირველივე წუთიდან რეგისტრაცია უკვე შეუძლებელია. ამ შემთხვევაში რა ხდება, რომ სკოლაში რამდენი ქუჩის ირგვლივ თქვათ არის დასახლებული ადამიანების რეგისტრაციის საშუალება? ეხლა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამოდენიმე სკოლა იქნება ერთ ტერიტორიულ ერთეულში და ამ როგორც აღნიშნეთ ახლა ამ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სკოლებიდან მშობელს ექნება არჩევის საშუალება. ხოლო შემდგომ როგორც იცით არის შემდგომი ეტაპები კვლავ მეოთხე ეტაპი იქნება საყოველთაო რეგისტრაცია, ვინც ტერიტორიული პრინციპით ვერ დაარეგისტრირებს ან არ დაარეგისტრირებს და დავუშვათ უნდა ქალაქის სხვა პრესტიჟულ სკოლაში ეგრეთ წოდებულ მშობლები როგორც ეძახიან მოახვედრონ თავისი შვილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეოთხე ეტაპზე ექნებათ ამის საშუალება იმ სკოლებში, სადაც არჩება თავისუფალი ადგილები, მათ მეოთხე ეტაპზე ექნებათ დარეგისტრირების საშუალება. ესეც მესამე და მეოთხე ეტაპი იქნება ელექტრონულად რეგისტრაციის საშუალებას მისცემ მშობლებს და გარდა ამისა იქნება ბოლოს მეხუთე ეტაპი, სადაც გამოთავისუფლებულ ადგილებზე ან დარჩენილ ვაკანსიებზე შესაძლებლობა ექნებათ ამ შემთხვევაში მშობლებმა მიმართონ სკოლის დირექციებს და სკოლის დირექციები თავად დაარეგისტრირებენ ბავშვებს. ბატონო გოჩა, კიდევ მინდა დაუბრუნდე იმ თემაზე, აი საცხოვრებელი ადგილთან ახლოს ვინ ცხოვრობს. რამდენი თვე უნდა იყოს დარეგისტრირებული და ორივე მშობელი უნდა იყოს დარეგისტრირებული თუ არა ამ შემთხვევაში? ჩაწერის ინსტიტუტი მუშაობს ამ შემთხვევაში და ერთ-ერთი მშობელი საკმარისია ჩაწერილი იყოს იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მას სურს ბავშვის რეგისტრაცია. თუ არის ვადაზე შეზღუდვა? არ არის ეს ვადა განსაზღვრული, როდემდე უნდა იყოს
ჩაწერილი, სავარაუდოდ ეს ვადაც განისაზღვრება, რაღაც კონკრეტული თარიღი იქნება დასახელებული, იმ თარიღამდე უნდა იყოს რეგისტრირებული იმ კონკრეტულ ტერიტორიულ ეთერში, რომ შეძლოს შესაბამისად იმ ტერიტორიულ ეთერში ბავშვის დარეგისტრირება. ნუ შესაძლოა ადამიანი ცხოვრობდეს სულ სხვა ქალაქში და სამსახურეობრივად შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდეს სხვა ქალაქში და ამ შემთხვევაში ოფიციალური რეგისტრაცია არ გქონდეს. ამ შემთხვევაში ითვალისწინებთ თუ არა გამონაკლისს. ამის შესაძლებლობაც იქნება, აი მაგალითად დავშვათ სკოლას აქვს 100 თავისუფალი ადგილი. ეხლა ამ ეტაპზე სწორედ მიმდინარეობს სკოლების მიერ განსაზღვრა, რამდენი პირველი კლასელის მიღება შეუძლია სკოლას და განათლების მართვის საერთო სისტემის ვებგვერდზე ასახავენ პირველ კლასში მისაღები მოსწავლეების რაოდენობას. როდესაც დაიწყება რეგისტრაცია, დავუშვათ პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირდა 100-დან 50 მოსწავლე და დარჩა 50 თავისუფალი ადგილი. მესამე ეტაპისათვის ამ 50 ადგილიდან რეგისტრაციისათვის განისაზღვრება მხოლოდ 80%, ანუ 40 ადგილი და შემდგომ ის 20% 10 ადგილი დარჩება მეოთხე ეტაპისთვის საყოველთაო რეგისტრაციისათვის. მართალია გათვალისწინებული იქნება ჯერ ტერიტორიული პრინციპი და შემდგომ თავისუფალი ადგილების 20% დატოვებული იქნება თავისუფალი რეგისტრაციისათვის. თორე ვიღაცა შეიძლება სამსახურის მდგომარეობა გამომდინარე სურდეს სხვა სკოლაში შეყვანა, ან სხვა რაღაც არ იყოს ჩაწერილი და სურდეს ქალაქში ბავშვი შემოყვანა, მათთვისაც იქნება ეს ადგილები შენახული და მიეცემა საშუალება რომ დარეგისტრირდნენ. კიდე ტეღან ვერ მივედით ბოლომდე, მეხუთე ეტაპი გვაქვს ჩვენ რეგისტრაციის და სწორედ აქაც კიდე იმ გამონაკლის შემთხვევების გათვალისწინება შეგვიძლია. როგორც მოიხსენებათ, კლასები კომპლექტდება ზოგადად 25 მოსწავლით, თუმცა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანხმობით შესაძლებელია კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდოს 25-დან 29 მოსწავლემდე და ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება განათლების სამინისტროს შეთანხმებით დამატებით 26-27 ადგილებზე ჩავრიცხოთ ისეთ ბავშვები, რომლებიც ბავშვი თავის დროზე ვერ დარეგისტრირდებიან, ან არ დარეგისტრირდებიან, ან რაღაც სხვა მიზეზები იქნებათ, ან ტერიტორიულ რაღაც საცხოვრებელ ადგილში შეიძლება. არც ერთი პირველ კლასელი არ დარჩება უყურადღებოდ და სკოლის გარეთ. საბოლოოდ არც ერთი პირველ კლასელი არ დარჩება სკოლის გარშე და ჯერ ამ წლების განმავლობაში შეიძლება გქონდა რაღაც პრობლემები, მაგრამ არც ერთი ბავშვი არ დარჩენილა სკოლის გარეთ. თუმცა მაინც ბოლო პერიოდში ქალაქის რაოდენობა, ქალაქის მოსახლეთა რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია და ამ შემთხვევაში სკოლების რაოდენობა ერთი შეხედვით რჩება ისევ რა ნაბიჯებია ამ მხრივ შენდება თუ არა ახალი შენობა და ახალი სკოლები იმისათვის რომ დაემატოს ახალი სასწავლო ტერიტორია. კი ბატონო, ქალაქის მოსახლეობის ზრდასთან ერთად ნიშნულოვნად გაიზარდა ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობაც. თუ ავიღოთ ბოლო 10 წლის მონაცემებს, ბათუმის მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია 18,000-ით. 2015 წელს ყავდა 27,000 მოსწავლე ბათუმში და დღეის მდგომარეობით ყავს 45,600 მოსწავლე. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა დამატებითი სასწავლო კორპუსების შექმნის საშუალება და ამ მიმართულებით აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრომ აჭარის მთავრობის ხარდაჭერით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აშენდა დამატებითი კორპუსები, დამატებითი კორპუსი აღშენდა ბათუმის მე-6 საჯარო სკოლას, მე-15 საჯარო სკოლას, მე-3 სკოლის კორპუსი აშენდა და რომელიც წელს სექტემბრისთვის უკვე მიიღებს ბავშვებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-14 სკოლისთვის დამატებითი კორპუსის მშენებლობა, მე-18 სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა. გარდა ამისა, სიახლე გვექნება წელს ის, რომ ერთი დამატებითი ახალი სკოლა აშენდა ბათუმში, უკვე დასრულების ეტაპზეა მისი მშენებლობა. ამ დღეებში დავიწყებთ მისი დაფუძნების სამუშაოებს და წელს სექტემბრისთვის ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე გაიხსნება ახალი სკოლა და ვფიქრობთ ეს დამატებითი კორპუსები მოგცემს შესაძლებლობას შედარებით განიტვირთოს არსებული სიტუაცია. მე მინდა ვისარგებლო მეორე ცვლასთან დაკავშირებით ეს თუ შეუწყობს ხელს, რომ ეს მეორე ცვლის რაღაც რადგარი ბჭყალებში პრობლემა მოგვარდეს და ეს ბავშვები გადანაწილდნენ თქვათ პირველ სმენებს. მე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს და აჭარის მთავრობას გადავხადო მადლობა ჩვენი სკოლების მუდმივ ხარდაჭერისათვის. რაც შეეხება მეორე ცვლის პრობლემას, მეორე ჯერ სავარაუდოდ ვერ მოიხსნება, იმიტომ რომ მატულობს ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით წელიწადში 2000 მოსწავლით. თუ გავთვლით 2000 ყოველწლიურად 2000 მოსწავლით მატებას წელიწადში, ესე იგი ერთი ახალი სკოლის მშენებლობა არის საჭირო და ამიტომ
ამიტომ მეორე წლიდან პირველ წლში მოსწავლეთ გადაყვანის საშუალება სამწუხაროდ ჯერ ვერ გვექნება. თუმცა მუშაობა მიმდინარეობს ამ საკითხის დღის წესრიგში დგას ხო ამ საკითხის? დღის წესრიგში დგას და ეს პროცესი რომელიც წაღან აღნიშნა დამატებით ის კორპუსები სადაც სკოლების შენობა ეს პროცესი გაგრძელდება. ახლა მომავალში დაიწყება ბათუმის მეცხრე სკოლისთვის ახალი კორპუსის მშენებლობა, ასევე გათვალისწინებულია სრულიად ახალი სკოლების მშენებლობაც სამომავლოდ და ნახოთ როგორ გამრავლდება ქალაქის მოსახლეობა, როგორ ამდენი მოსწავლე დაგვემატება და მოსწავლეები და დავაკმაყოფილებთ მოსახლეობის მოთხოვნას. ნამდვილად ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ მშობლების უმეტესობას დილით 9-ზე 10 საათზე გვეწყება სამსახური და დამატებითი ფინანსებია იმისთვის საჭირო, რომ ბავშვები ან კერძო მოსამზადებელ ცენტრებში წავიყვანოთ, სანამ შუადღის ცვლაში წავიყვანთ სკოლაში და ნუ ერთგვარი დატვირთვა მშობელზე გადადის ფინანსური თვალსაზრისით და ეს მეორე ცვლის პრობლემა, საკითხიც ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ უმეტეს სკოლაში იყოს მოგვარებული და უკვე დილით რო წავიყვანოთ ბავშვები სკოლაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და ინფორმაციული საუბრისთვის. გოჩა დავითაძე საუბრობდა ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. პირდაპირ ეთერში ამოწურავად გვიპასუხა, თუ ახლა შემოგვიერთით, შეგიძლიათ დილის ტალღის გვერდზე მოიძიოთ ეს ინფორმაცია, რომელსაც ავტვირთსავთ და ყველა პირველკლასელის და მომავალი პირველკლასელის მშობელს შეგეძლებათ დეტალების სიახლეები, რაც დაემატა ცვლილებები რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით, აუცილებლად მოისმინოთ. ფიქრობ, რომ გამარტივდა, იმიტომ რომ საცხოვრებლის მიხედვით, როდესაც ახლოს ცხოვრობს სკოლასთან, იმ საყოველთაო რეგისტრაციაზე ძალიან რთულია მოხვედრა, საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. პირველივე წამში უკვე ადგილები ქრება და ბევრი კითხვა გიჩნდება, რატომ იყო თქვა ამდენი ადგილი და ვერ მოვხვედრე და ვერ მოვასწარე. ამიტომ გაქვთ საშუალება დაარეგისტრიროთ მანამდე და დაარეგისტრიროთ სადაც თქვენ გსურთ. წარმატებები ყველას, ვისაც ეს პროცესი აქვს წინ და შენ ხარ მათ რიგებში, მარია. ასეთი იყო ამ სტუმრის ბლოკი, ახლა კი ჩვენს ეთერში რადიოს დროა. გააჩერე. ბათუმი FM 104.5. ქობულეთი FM 96 და 1. ქედა FM 106 და 1. შუახევი FM 106. ხულო FM 104 და 1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილომშვიდობისა ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო მსმენელს და დღეს პირველად ტელემაყურებელს წარმატებებს გისურვებთ ყველას. დღეს ვისაუბრებთ პროექტზე, რომლის სახელწოდება აბუსერის ძეთას სასახლე და საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში. აღნიშნული პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ კახა ბერქამადაძე, პროექტის ხელმძღვანელი არქეოლოგი ბესეუს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, სწორედ მოგესალმებით. დღეს ჩვენი სტუმარი მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გილოცავთ კონკურსში გამარჯვებას. რა ეტაპები ახლდა ამ კონკურსს ამით და წინაპირობა რა იყო ეს თქვით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ პროექტზე მუშაობა დიდი ხანია რაც დაწყებულია, მოგეხსენებათ სოფელი თხილვანა, ისტორიული სოფელი გახლავთ, აბუსერი ძე და მკვიდრი მამული და საკმაოდ საინტერესო საგვარეულოა მოგეხსენებათ აბუსერიძეები, შუა საუკუნეებში ისინი მართავენ არა მარტო აჭარას, არამედ შავშეთს, კლარჯეთს და ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან მოკლედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პროექტზე მუშაობა განაპირობა იმან, რომ როდესაც 2003 წელს დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები პირველად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ხიხანის ციხეზე, რომელიც იყო მთავარი რეზიდენცია აბუსერიძეების ჩვენს რეგიონში. 3 წელი მიმდინარეობდა აქ სამუშაოები, ძალიან ბევრი დეტალი გაირკვა, აღმოჩენილი არის სხვადასხვა ფუნქცია დანიშნულების შენობა, ნაგებობა და ნაშთები და აქტიურად ვიყავით ჩართული როგორც ერთ-ერთი არქეოლოგი აი ამ არქეოლოგიურ სამუშაოებში და ბოლო პერიოდში გამოვიდა შემაჯამებელი ნაშრომი ამის შესახებ ხიხანის ციხე. რაც შეეხება პროექტს, ბუნებრივია თხილვანის ისტორიით
არაერთხელ ვარ დაინტერესებული წარმოშობით იქიდან გახლავართ მეც, ამიტომაც ძალიან მაინტერესებდა მისი ის ნიუანსები, რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელი იყო. ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა პროექტზე. მოგეხსენებათ აბუსელიძე და ეკლესია და საგვარეულო ეკლესია და საძვალე დიდი ხანია შესწავლილია, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ბატონი შოთა მამულაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა აქ არქეოლოგიური სამუშაოები და დადგინდა, რომ ეს ეკლესია წარმოადგენდა დარბაზული ტიპის სამეკლესიანი სტილის ეკლესიას, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო საგვარეულო საძვალე უნდა ყოფილიყო აბუსელიძეების და რა თქმა უნდა, ბევრი დეტალები ამ მიმართულებით გაიგო. ერთადერთი ობიექტი, რომელიც ჯერ კიდევ ყურადღების გარეშე რჩებოდა სოფლის ტერიტორიაზე და შეუსწავლელი იყო, ეს იყო სასახლის ნაშთები. ამიტომაც მქონდა გეგმაში, მოკლედ რომ ამ მიმართულებით მემუშავა და როდესაც დადგებოდა შესაბამისი დრო და რა თქმა უნდა მოვიპოვებდით შესაბამის დაფინანსებას, ამ მცირე მასშტაბის გათხრები მაინც გვეწარმოებინა, მით უმეტეს რომ სასახლის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ არის ცნობილი, ძალიან მწირია ინფორმაცია წერილობით წყაროებში, გვაქვს რამოდენიმე წყარო, სადაც ნახსენებია სასახლე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც უწოდებს იმ ადგილს დარბაზეულს და მდებარეობს საგვარეულო ეკლესიასთან ახლოს. ამიტომაც ჩვენი ასე ვთქვათ გეგმა იყო ის, რომ ჩაგვეტარებინა აქ მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები და დაგვედგინა ეკლესიის შემდეგ უკვე სასახლის ზომები, რამდენია, რა ნაგებობებია შემორჩენილი, რა მასშტაბის და ასე შემდეგ და ამის შესახებ დავწერეთ პროექტი, რომელიც უკვე გამარჯვებულად დასახელდა წლის ბოლოს და უკვე მიმდინარე წელს დავიწყეთ აქტიური მუშაობა პროექტის განსახორციელებლად. ბატონო გახავთ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ მცირე გათხრებთან საუბარი. ანუ ეს ერთგვარი წინაპირობა შეიძლება გახდეს იმისა, რომ შემდეგ სიღრმისეული კვლევა ჩატარდეს თუ ანუ რატო იყო ხაზგასმული ამ მიმართულებით ეს რა საკურველია ხაზგასმული, იმიტომ არის რომ ეს სასახლე მდებარეობს მდინარესთან ახლოს, რომელიც სოფელს ორად ყოფს, ქვემოთხილვანად და ზემოთხილვანად და რაც პრობლემა რაშიც მდგომარეობს, ეს მდინარე ყველა წელს ფართოვდება, თავის გალაფოთს იცვლის და მის წიაღში აიყოლებს ხოლმე ძალიან ბევრ ასე ვთქვათ მიწის მასას და ნაგებობებს. ამიტომაც ნაწილი უკვე წაღებული არის მდინარის მიერ სასახლის მიერ, ამიტომ დღის წესში დადგა სასწრაფო წესით, რაც არის ჯერ კიდევ შემორჩენილი მისი კვლევაძიებითი სამუშაოები და ბუნებრივია ამისათვის დაიწერა ეს პროექტი. ბუნებრივია მომავალი კვლევაძიება გვიჩვენებს თუ რა მასშტაბის ჩატარდება შემდგომში არქეოლოგიური სამუშაოები, ძეგლის ფართობი რამდენ მეტრზეა თუ რამდენ ფართობზე ვრცელდება და ასე შემდეგ, ამას უკვე კვლევითი სამუშაოები გვიჩვენებს. ამ ეტაპისთვის იქნება მცირე სახის სადაზვერო არქეოლოგიური კვლევაძიებითი რომ ორ ეტაპად ჩატარდება. დიახ, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ეს გახლავთ წერილობითი წყაროების კიდევ ერთხელ თავმოყრა, შეჯერება არა მარტო ამ ისტორიის სოფლის, არამედ აბუსელიძე და საგვარეულოს შესახებ და მოკლედ ამის შემდგომ უკვე დაიწყება შემდეგი ეტაპი. ზაფხულში გვექნება არქეოლოგიური სამუშაოები, ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოგვარება ღია ფურცელისთვის, ეგრეთ წოდებული ღია ფურცელი გვჭირდება აუცილებლად არქეოლოგიური გათხრები რო ვაწარმოოთ, ამასაც შესაბამისი პროცედურები ჭირდება და ბუნებრივია ამაზე უკვე მუშაობთ. უკვე ზაფხულში სადღაც ივლისთან აგვისტოში დაახლოებით აი ამ პერიოდში უკვე დაიწყება სადაზვერო არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და ბუნებრივია ამის შემდგომ იწყება კვლევის მეორე ეტაპი. მასალების შეჯერება, დამუშავება, არქეოლოგიური არტეფაქტების შემოწმება, წერილობის წყაროებთან კიდევ ერთხელ გადახედვა და საბოლოო ჯამში შეიქმნება პროდუქტი, ეს იქნება პუბლიკაცია სამეცნიერო, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ სოფლის ისტორიისთვის და ყველასთვის, ვინც მოკლედ აი ამ ინფორმაციით იქნებიან დაინტერესებული. და თქვენ ბატონი შოთა მამულაძე ახსენეთ და მას უყვარდა ძალიან სტუდენტების ჩართულობა ამ ესე იგი პროცესებში და აქ რამდენად იქნებიან ამ პროექტში ჩართული სტუდენტები, აი ამჟამად ვინც სტუდენტები იქნება ის გუნდი, დიახ. ნამდვილად იქნებიან, მეც ბატონი შოთას მოსწავლე გახლავართ და არქეოლოგიას სწორედ ბატონი შოთას წყალობით ვეზიარეთ და ბუნებრივია ჩვენც გვინდა რომ გავაგზავნოთ მისი დაწყებული საქმე და ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ სტუდენტებთან. როდესაც დაიწყება არქეოლოგიური სამუშაოები, ბუნებრივია ჩართული იქნებიან სტუდენტები ჩვენი უნივერსიტეტის ბესეოს არქეოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები, ვინც შუა საუკუნეების პერიოდით არის დაინტერესებული და არქეოლოგიურ გათხრებში მიიღებენ არა მარტო პრაქტიკას, არამედ გაივლიან იმ ყველა ეტაპებს, რასაც ჩვენ არქეოლოგები ვაკეთებთ და ეს იქნება მათთვის სტიმული სამომავლოდ თუ კი დაგეგმავენ კვლევაძიების სამუშაოებს და პროფესია დაირჩევენ არქეოლოგიას, ჩვენთან ერთად იმუშავებენ აქტიურად. ამიტომ გვაქვს გეგმაში აუცილებლად ზაფხულში, როდესაც უკვე დაიწყება არქეოლოგიური სამუშაოები, რასაკვირველია ჩვენი ძირითადი გუნდთან ერთად იქნება რასაკვირველია სტუდენტები
და გარკვეული ძალიან საინტერესო გამახსენდა ხა ჩვენი სტუდენტობა და რამდენად საინტერესო პროცესია არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობა, ამიტომ ხეც ეს სალკე სიამოვნებაა კიდევ, როდესაც ისტორიულ არტეფაქტს ეხები ხელით, დაიაზრებ და იზიარებ იმ ღირებულებას, რაც ამ არტეფაქტს უკავშირდება, ამაზე მეტი ბედნიერება არაფერი არ არის, მით უმეტეს შემდგომში თუ კი მას დაამუშავებ და უკვე გამოიყენებ ანალიზ და ასე შემდეგ და ხანდახან ერთი პატარა ნატეხი ცვლის ისტორიას საუკუნეებით ან წინ გადაწევს ამ პირიქით მოხდება საინტერესო სიამოვნო პროცესია რომ იმიტირებული ვარიანტიც აქვს უკვე მუზეუმში დანერგილი ჩვენს ხოლმე რომ როდესაც არტეფაქტს ამოუღებთ მიწიდან მას უყურებთ როგორც მთელი და არა ნატეხი იმიტომ რომ ჩვენთვის ეს უკვე არის მთელი არქეოლოგის თვალის სხვანაირად ხედავს და როდის გვექნება საბოლოო პასუხი ანუ როდის შეჯამდება ეს პროექტი პირველი ეტაპისთვის შეჯამება იქნება წლის ბოლოს, ამ წლის ბოლოს და ეტაპი ეს პროექტი ხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ანუ შუალედური შედეგები იქნება უკვე წლის ბოლოს და საბოლოო შედეგები უკვე იქნება მომდევნო წლის ბოლოს. ორწლიანი არის პროექტი და ამიტომაც ამას ჭირდება გარკვეული დრო, ანალიზების შესწავლა და ასე შემდეგ და საბოლოო პროდუქტი დაიდება უკვე მომდევნო წელს. კი, მასა გვიან არ ჩავნიშნოთ ჩვენი შეხვედრა, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეჯამებისთვის სამუშაოები. ზაფხულისთვის უკვე პირველი შედეგები უკვე ზაფხულისთვის რომ გავაშუქოთ, მადლობა. როდესაც არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება, უკვე პირველადი შედეგები უკვე სადღაც ოქტომბრის თვეში უკვე შესაძლებელია. ახალი სეზონიც იქნება ჩვენი და შეგვეძლება ამ საინტერესო აღმოჩენებზე ვისაუბროთ. და აუცილებლად უნდა ვკითხოთ, ანუ ქართოლოგიის კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრის ანუ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ხო ეს პროექტი და რას ნიშნავს მსგავსი პროექტები მსგავსი აქტივობისთვის და ანუ მეცნიერებისთვის. ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს ბუნებრივია, დაფინანსდა პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ბუნებრივია მათი მხარდაჭერა ჩვენთვის, ვინც მუშაობს აი ამ აღნიშნულ საკითხებზე, არა მარტო არქეოლოგიის კუთხით, ზოგადად არქეოლოგიის საკითხებზე. ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის სტიმული ერთი და მეორე რასაკვირველია რომ შექმნა პროდუქტი, ბუნებრივია ყოველთვის საჭიროა ფინანსური მხარდაჭერაც. ესეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, გარდა იმისა, რომ იქნება სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც მაღალ რეიტინგურ ჟურნალში ქვეყნება და ხელმისაწვდომია ყველასთვის, დაინტერესებული პირთათვის, განსაკუთრებით მკვლევართათვის, ასევე მეორე ნაწილი არის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ძალიან დიდ სარგებლობს გვაძლევს ხოლმე ასეთი პროექტების განხორციელების დროს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ და როგორც დავანონსეთ, უკვე შეგვიძლია ზაფხულისთვის შევაჯამოთ პირველი ეტაპი მაინც. გასაკვირველია, მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებთ. კახაბერ გამადაძე პროექტის ხელმძღვანელი, არქეოლოგი ბესეოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. წარმატებები და ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან მალე დავბრუნდებით. ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა რადიოს. შეგახსენებთ, რომ დილის ტალღა პირდაპირ ეთერშია, დილის 9:30-დან 11:30-მდე ვიქნებით სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმანიძე. წინ ძალიან საინტერესო თემები გელოდებათ, ასე რომ არ გადართოთ არსად, ჯერ მხოლოდ 9:43 წუთია და ტრადიციული რუბრიკის დრო დგება, რომელიც დროში გვამოგზაურებს. ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი საეპისკოპოსო კათედრა, რომლის შესახებაც ცნობებსაც მე-6 მე-7 საუკუნეებში ვხვდებით. ხოლო ეკლესია, რომელსაც მაყურებელი კადრში იხილავს, მე-11 მე-13 საუკუნეებით თარიღდება. ის განსხვავებული უძველესი ფრესკებითა და ხატწერამდე პერიოდის ქვაში ნაკვეთი ფიგურებითაა დამშვენებული. უფრო მეც კი თიკო მიქელაძის რუბრიკიდან გავიგებთ. ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. მე-6 მე-7 საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602, 610 წლების საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ხოლო ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ ცნობები მე-10, მე-11 საუკუნეებიდან გვხვდება. ჩვენამდე მოღწეული ცაიშის საყდარიც სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. ერთი პერიოდის ეს ტაძარი იყო დედათა მონასტერი, მერე იყო მამათა მონასტერი. ამ დროს ტაძრის გვერდით აგებულ ეგრეთ წოდებულ პალატში მოზარდები წერა-კითხვას სწავლობდნენ. აი აქ გვერდით ტაძრის გვერდით არის პალატი ერქვა, ზემოთ
ჯარგვალის ფორმის უნიკალური ხის სახლი იდგა და აქ ასწავლიდა ბესარიონ თოდუა წერა-კითხვას. და აი ბებიაჩემის მონაყოლიდან ვიცი რომ ორი ოთახი იყო და ესე იგი ხდებოდა იმით შეცეცრება კირით და მე ხდებოდა ნახშირი დაწერა. და აი აქედან სანამ სკოლის აშენება მოხდებოდა, მანამდე ბესარიონ თოდუა ასწავლიდა, რა ქვია. აქ ვაწმოსლი ხალხი მოღვაწეობდა, აქ ბოლოს 1612 წელს აი დიდი მიწისძვრა იყო საიში და მალაქია გურიელმა აღადგინეს ტაძარი. წყაროებში არის ესე მოხსენიებული, რომ ესე იგი ანგრევების გამო ხდა ამ ტაძრის მშენებლობა. აქ ყოველთვის ჩვენთან ცოტა ისეთი სიტუაცია იყო, სულ შემოჭრები იყო, სულ მტერი მოდიოდა, აქ შესასვლელი ამ იმას რა ქვია ტაძარს და შიგნით არის დარბაზი. მტერი რომ მოდიოდა, ხდებოდა წიგნების გადამალვა. რომ არ დაეწოდა რაღაცა ის შიგნით, აი ამ ადგილას არის და იმის რა ქვია დარბაზი, აქედან შედის ადამიანი და იქიდან გამოდის. ძალიან ვიწრო სუსტი ადამიანი უნდა ყოფილიყო შიგნით რომ ახვედრილიყო ამ იმაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გამორჩეული და უძველესი ფრესკებიც, რომელთა კვალი ჟამთაცვლისგან დაზიანებულ კედლებს მაინც შემორჩა. სამი ფენა არის მხატვრობის. დავაკვირდებით იმაზე ფრესკაზე, სამი მხატვრობა არის. და თავიდან სანამ ხაწერა დაიწყებოდა, იქ ზემოთ ჩანს, რომ ქვაზე ხდებოდა ამოტიფრა იმის და ფარშავანგი არის გამოსახული. უშუალოდ დედაღვთისმშობელი არის ფეხზე დამდგარი, ყმით და ანგელოზებით გვერდით და ესეთი სამი ღვთისმშობელი ყავს ჩვენ, ერთი არის ცაიში, ერთი არის გელათი და ერთი არის იმაში, რა ქვია, სიონში. ტაძრის მოქმედი წინამძღვარი მამა ზაბულონ ქობალია ღვთისმშობლის ფრესკასთან დაკავშირებულ ხილულ სასწაულზე გვიამბობს. ღვთისმშობელს ცალი-თვალი დაზიანებული ჰქონია, რომლის პირვანდელი სახით აღდგენაც ხატმწერებმა ვერ შეძლეს. ყოველივე ამით დაღონებულმა წინამძღვარმა კი მეორე დღეს შენიშნა, რომ დედა ღვთისმშობლის დაზიანებული თვალი ხატმწერთა ჩარევის გარეშე თავად აღდგენილიყო. საყდრის ისტორიაში ყველაზე რთული ალბათ მაინც კომუნისტური მმართველობის პერიოდი იყო. დრო როცა ქვეყანაში ათეიზმი სუფევდა. მე მახსოვს პატარა რო ვიყავი აქ სოფელში ვარ გაზრდილი, მუზეუმი იყო აქ. ამ იმაში რა ქვია და ჩვენ უფლება არ გქონდათ რომ აი ესე დავამთავრე სკოლა რომ აი ეკლესიაში შემოსული იყავით, ისეთი წინამდებობა იყო საერთოდ აი ამ კომუნისტების მხრიდან. ბოლშევიკების მიერ გაუქმებულ ტაძარში წირვალოცვა 1989 წელს აღდგა. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაძრის წინამძღვარი ეპარქიის მოძღვართ-მოძღვარი ამირან შენგელია იყო, რომლის საფლავიც ეკლესიის სამხრეთ კარიბჭესთანაა. ასეთია მრავალ ქარტეხილგამოვლილი საიშის საყდრის ისტორია. დიდი მადლობა თიკოს, ნამდვილად გამოგზაურა დროში, თუმცა ახლა არანაკლები მოგზაურობა გველოდება ჩვენ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანი უნდა გაგაცნოთ ასე პირდაპირ ეკრანებიდან. მოკლედ, ჩემი აუტანელი ოჯახი. შესაძლებელია რომ ეს ერთი შეხედვით ჩანდეს რაღაც მხატვრული ფილმის სათაურად, თუმცა ასე არ არის. ნამდვილად არსებობს ესეთი ვლოგი Facebook გვერდზე, ჩემი აუტანელი ოჯახი, რომელსაც მართავს დიასახლისი თამთა ჯანაძე, სწორედ ის უნდა შემოგვიერთეს ახლა და გავიგოთ დეტალები თუ როგორ შეიქმნა ეს არაჩვეულებრივი პლატფორმა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ქალბატონმა ამოიცნო საკუთარი თავი თითქმის ყველა ვიდეოში. დილამშვიდობის მოგესალმებით თამთა და პირველი შეკითხვა ასეთი იქნება ეს აუტანელი გადატანითი მნიშვნელობითაა თუ პირდაპირი დილამშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. აუტანელი, რა თქმა უნდა, ეს არის ხუმრობა და სხვათა შორის ძალიან ბევრი გამომწერი პირდაპირ მწერს, რომ იქნებ შემეცვალა. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად
დედობა არის საკმაოდ მძიმე ტვირთი ქალისთვის და ძალიან ვარდისფერი სათვალით გვაყურებინებთ ხოლმე დედობის სიხულეებს და ხანდახან მართლაც არის აი ეს რუტინა აუტანელი ფული და ამის აღიარება მე მგონი პირიქით დაეხმარება ქალებს გაძლიერებაში. კი ბატონო და აუტანელი. კი ბატონო და თქვენ საოცარი იუმორით ფუთავთ ამ ყველაფერს განსაკუთრებით ჩამრჩა და თქვენ პირველად გიხილეთ ვიდეოთი, სადაც ისვენებდით ზამთრის კურორტზე და გვაჩვენეთ თუ როგორია სიდებდილეში ნამდვილი დასვენება სამ შვილთან ერთად, ხო? ხო არ ცდები? კი, სამი შვილი ყავს, უფროსი გოგონა არის 10 წლის. მყავს ტყუპები და ტყუპების დედობა კიდე ცალკე გამოწვევა. ეს ზამთრის კურორტი სინამდვილეში რეალურად არის ჩემი სახლი, მე ლეჩხუმელი ვარ წარმოშობით და მოკლედ ეს იყო ერთი თავგადასავალი იქ სამ ბავშვთან ერთად ყოფნა. ასე რომ ლეჩხუმის შეუდარებელი მხარე, რომელიც მე განსაკუთრებით და ძალიან მიყვარს, ასე რომ სასიამოვნოა ჩემთვის ამ ინფორმაციის მოსმენა. საინტერესოა თამთა როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი თქვენ ჩვენი კოლეგაც ხართ ტელევიზიაში მუშაობდით ერთი პერიოდი. როგორ დაიწყო ვლოგის ასე ვთქვათ შექმნა? კი ბატონო, მე ვარ პროფესიით ჟურნალისტი 15 წლიანი გამოცდილებით. მე სამწუხაროდ ჩვენი პროფესია დღეს არის საკმაოდ კრიზისულ მდგომარეობაში და ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვიცი, რომელიც პროფესიას იცვლის, ასევე ბევრი ჟურნალისტი ვიცი, რომელიც ემიგრაციაში მიდის. ანუ თანდათან უფრო ვიწროვდება სივრცე, თავისუფალი სივრცე ჟურნალისტებისთვის და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ცენზურაზე საუბრის, ხმამაღლა საუბრის გაბო გაათავისუფლეს და რეალურად ჩემისთან ადამიანებისთვის ფაქტობრივად დადგა ორი არჩევანი. ან უნდა დამეწყო მუშაობა პროპაგანდისტულ მედიაში, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ, ან უნდა წავსულიყავი თავისუფალ მედიაში, სადაც პრაქტიკულად უხელფასოდ უნდა მემუშავა, რაც სამშობლოს პირობებში არის ძალიან რთული. შესაბამისად, ეს ბლოგი ჩემთვის არის ერთგვარად გადარჩენის და თვითრეალიზების საშუალება. მე ვარ ამავე დროს დედა, ჟურნალისტი დედა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სიუჟეტების კეთება დაეწყო საკუთარ ოჯახზე და ესაუბრა ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქართველი დედის პრობლემებზე. ნუ დარწმუნებული ვარ თუ ყავთ შვილები და დამახასიათებელი დედობა არის საკმაოდ რთული გამოწვევა. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან სტერეოტიპულ საზოგადოებაში და ქალებს ძალიან ჭირდებათ ამ სტერეოტიპებზე ხმამაღლა საუბარი. და არის ისეთი უხერხული თემები, რაზეც ქალები ან არ საუბრობენ, ან ვერ საუბრობენ და ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი მგონია რომ მათ ცხოვრებას გაცილებით უფრო მარტივს და უფრო მისაღებს გახდის. ალბათ თქვენი მიზანით რაღაცა სტიმულის მიცემა აქვს ალბათონებზე. აი ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით და სანამ თქვენ გიხილავდით, ჩვენი ოპერატორი მამაკაცი ამბობს რომ ერთი ვიდეო იხილა თქვენი და არის სუფთა ქალური ამბავი. ანუ არის თუ არა იდეა ესეც რომ ქალებს რომ რაღაც თანადგომა, მხარდაჭერა, იგივე იმ რას მიზანს ემსახურება თქვენი ვლოგი? კი ბატონო, ჩემი მთავარი მიზანი არის ქალების მხარდაჭერა და ქალების გაძლიერება. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენ საზოგადოებაში არის ქალის საქმე, კაცის საქმე და ამ სტერეოტიპების ტყვეობაში ბევრ ოჯახს ექნება პრობლემები. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი მწერს პირადში და მეუბნება რომ იქ ვერ პოსტავს ან ეშინია კრიტიკის ხმამაღლა საუბრის და რეალურად ჩვენ მეხებით იმდენად კრიტიკულ თემებს რომ სერიოზული კრიტიკის და აგრესიის მსხვერპლიც ვარ ხანდახან, მაგრამ არა უშავს ჟურნალისტი ვარ პროფესიით და კრიტიკაზე ლავირება შესაძლებელია ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში რა თემა იყო ისეთი, რომელიც დაგამახსოვრდათ აი კრიტიკის ქარცაცში რამაც აღმოგაჩინა? კი ბატონო, აი მაგალითად ერთ-ერთი rilsi, რომელსაც მე რომ ნახე, მქონდა მილიონამდე ნახვა, ეხებოდა მასწავლებლის საჩუქრის ფულს. ანუ უნდა მივართოთ თუ არა მასწავლებელს საჩუქარი. ცხადია, მე აქ არ ვსაუბრობ ყურადღების ელემენტარულ სიმბოლურ გამოხატვაზე და აი ამ მსგავსი ტიპის საჩუქრებზე, მაგრამ მაქვს როგორც ჟურნალისტი მუშაობდი ამ თემებზე და მაქვს ძალიან დიდი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობენ სამწუხაროდ
ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ნამდვილად არ თხოვენ თავიანთ პროფესიას და უყურებენ ხარისხს, ხო? კი, პირდაპირ მოითხოვენ საჩუქრებს და მე თვითონ ვარ პედაგოგების ოჯახის წევრი, ბებია ბაბუა პედაგოგები მყავდნენ და მე ვიცი რას ნიშნავს ნამდვილი პედაგოგისთვის აი ეს პროცესი, მოსწავლესთან ურთიერთობა და რამდენად შორს განან ნამდვილი პედაგოგები აი ამ საჩუქრის სიყვარულისგან. ხო და შესაბამისად ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული დებათაღელვა და გავხდი სერიოზული ლანძღვის ობიექტი, რომ აი როგორ გავბედი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარზე. მე მგონი არ უნდა არსებობდეს თემა, რომელზეც ვერ გავბედავთ ხმამაღლა საუბარს, თუ გვინდა რომ ვიყოთ განვითარებული საზოგადოება. ანუ თქვენი მშობელი ხართ, რომელმაც ჩატში დაწერა, რომ არ არის საჭირო პედაგოგზე საჩუქრისთვის ფული შეკრება. მე ის მშობელი ვარ, რომელიც ძალიან ხმამაღლა აცხადებს, რომ ის არ დადებს მასწავლებლის საჩუქრის ფულს არავითარ შემთხვევაში და აბა გაბედოს ვინმემ და ამის გამო ჩემშვილს პრობლემები შეუქმნას. ძალიან სწორი ხაზი დაიჭირეთ და ჩემი კომპლიმენტებით თქვენ, იმიტომ რომ ზოგადად საზოგადოებაში დამკვიდრებულია ესეთი სტერეოტიპი, რომ დედა უნდა იყოს აბსოლუტურად იდეალური და აბსოლუტურად ყველაფერს უნდა ასწრებს და თუ რაღაცას ვერ ასწრებს, ის თავსაც იდანაშაულებს, ასე რომ როდესაც ჩვენ ახლა Instagram გვერდზე ან სხვადასხვა პლატფორმებზე ვხედავთ ქალებს, რომლებიც სულ მოვლილები არიან, სულ რაღაცა ლამაზ ფოტოებს დებენ, ლამაზ ვიდეოებს დებენ და შემდეგ რაღაცნაირი ეს ხინჯად გვაქვს გულზე, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ და სინამდვილეში რეალობა სულ სხვა. როგორია რეალობა? ხომ დამეთანხმებით და ეს ძალიან დიდი და გაბედული ნაბიჯია, რომ ქალბატონებმა დაინახონ, რომ როგორც ჩემთან ხდება სახლში, ისე ხდება და ეს სხვაგანაც და ეს ყველაფერი არის საჯარო. ამას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება და მადლობას გიხდით თქვენ ამისთვის და აი საინტერესოა ქალები, რომლებიც აი საჯაროდ ვერ წერენ კომენტარებს, პირად SMS-ებში აი რას აფიქსირებენ, რა გულის ტკივილებია ჯერჯერობით ქალებში ისეთი, რასთანაც თქვათ შეგვიძლია ბრძოლა ჯერ კიდევ. კი ბატონო, ძალიან ბევრი ქალი მწერს, რომ როდესაც გახდა დედა, იმის მიუხედავად რომ მოლოდინი ქონდა სხვა, აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. აღმოჩნდა რომ თურმე მთელი სხეულის ტკივა, ყველაფერი აწუხებს, უნდა მუდმივად ძილი, ბავშვი თავისას სთხოვს მუდმივად ტირი. ამ დროს ქალის საქმეებია ეგრეთ წოდებული, რატომღაც რომ ესე ითვლება, მაინც მისი გასაკეთებელია და რეალურად ქალი არის აი ამ ვარდისფერ სათვალე მოხსნილი და აღმოჩნდა რომ თურმე დედობა მხოლოდ ბედნიერება, სიხარული და სიყვარული კი არ ყოფილა, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა და ტვირთი ყოფილა და ეს ყველაფერი შემდეგ იმდენად რთულია ამ ქალისთვის, რომ ვერ აღწევს თავს აი ამ ჩაგონებებს, რომ ქალი უნდა იყოს ასეთი, ისეთი იდეალური. ხანდახან ხუმრობ ხოლმე, რომ თამიშვილის დედა ვარ და დილით რომ გავიღვიძეთ, ვიდრე ბავშვებს მოვამზადებდე, რა ვიცი, ხა პირით თუ დავიბანე და სახეზე დამატენიანებელი წავისვი, თავი გმირი მგონია რა უჭირდება და რა თავის მოვლა. საბამისად, სინამდვილე სხვა არის, ის რასაც გვიფუთავენ და გვილამაზებენ სხვა არის და რეალურად ამ დროს ქალს ჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ოჯახისგან და ძალიან სერიოზული დახმარება. და თვითონ ის პროცესიც კი, რომ ამ ბავშვს ზრდის პარალელურად ჭირდება ძალიან სერიოზული ყურადღება და ხშირ შემთხვევაში ყველაფერს იდეალურად ვერ ვაკეთებთ. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ არა ისე როგორც გვინდა, არამედ ისე როგორც გამოგვდის და ბევრჯერ არ გამოგვდის ეს იდეალური დედობა და ამის გამო საკუთარი თავის დამუნათება, რომ ღმერთო ეს როგორ გავაკეთე, კიდევ უფრო მეტად აზიანებს დედაშვილის ურთიერთობას და შესაბამისად თუ დაგვეხმარებიან ოჯახის წევრები და მამები აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც არის მათი ვალდებულება, დაგვეხმარებიან კი არა. თავის მიიღებენ მონაწილეობას. ყო მამაკაცების კომენტარები მესმის აქ ჩვენთან ოთახში მამაკაცები სხედან და არ გამოვა ეგ ამბავიოთ. ოპერატორები. მე მგონი გამოვა ყველაფერი. იმიტომ რომ მაგალითით იგივე თქვენ როცა ამბობთ რომ თქვენ ვერ ასწრებთ დამატენიანებლის წასს, მასაც ის ჩვენი შვილები რომლებიც გვიყურებენ, ჩვენ როგორი დილა გვაქვს და ჩვენ როგორ ვიქცევით, ამით ჩვენს მაგალითს ვაჩვენებ. ვფიქრობ რომ ჩვენ საკუთარ თავს როდესაც მოვიწესრიგებთ, ისინიც მოგვბაძავენ და თავად ჩაიცვამენ, თავად დაიბანენ პირსასე. თუ ამას ვერ მოვასწრებთ, არც ეს არ არის დიდი პრობლემა. თქმა უნდა, აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი საეთერო დრო შეზღუდულია, ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს, ასე რომ ჟურნალისტი, ვლოგის ავტორი, ჩემი აუტანელი ოჯახის ავტორი, ქალბატონი თამთა ჯანაძე იყო ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა და როდესაც გვეწოვით ბათუმში, აუცილებლად მოგიწევთ შვილებთან ერთად
გახლდათ სტუდიაში. დიდი ძალიან დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა ჩემს აჭარელ გამომწერებს. ძალიან ბევრი გამომწერი მყავს აჭარიდან და დიდი მადლობა. გაწუნებული კიდევ ბევრი მოგემატება დამჩართვის შემდეგ. წარმატებები თქვენ, ასეთი იყო სტუმრის ვლოგი და სტუმრის ჩართვა. თქვენ დილის ტალღას უყურებთ და 10 საათი შესრულდა. სულხან წულუკიძე ისევ ჩვენთან ერთად არის, რათა გვამცნოს ახალი ამბები. რომელიც კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და ყველას მიესალმება, ვინც ახლა შემოგვიერთდა დიახ დილის ტალღაში ახალი ამბების დრო. დღეს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მას მისდევს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დღეს ოფიციალურად დაიწყება. მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოვა. როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს ინტერესების გაზიარების შესაძლებლობა. მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო გარემო იქნება. დაგეგმილია აუდიენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა ინვესტიციების მომავალი იქნება. დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის 6000-მდე წარმომადგენელი მიიღებს. დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაც იხსნება. პარლამენტი პირველივე სხდომაზე დადგენილებით სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ დროებით კომისიას შექმნის. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია ზოგადი განათლების შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს. მიმდინარე სასესიო კვირის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გრანტების შესახებ კანონში შესატანილი ცვლილებებია. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. ინიცირებული პაკეტის მიხედვით მკაცრდება 7, მათ შორის გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონები. გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არაემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაჯარიმდება. ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით და ერთი შესწორებით გუშინ მიიღო, თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ჯარიმდებოდა, ცვლილების თანახმად კანონის მეორე დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩვენ არასდროს არ ქონია პრობლემა. გამჭვირვალობასთან პრობლემა ისიც აქვს, ეს არის ოცნება, რომელიც თავის პოლიტიკურ ვექტორს და თავის პოლიტიკურ პროცესებს შავ ქულით აწარმოებს. არჩევნები იქნება ეს თუ არა საარჩევნო პერიოდი. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში უნდა იყოს პოლიტიკური გარემო გამჭვირვალე მიმართულებით. ეს არ ეხება მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეხება უშუალოდ თავად პირადად ოცნებასაც. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია. ნებისმიერი პროგრამა ნებისმიერი პროგრამის განხორციელება შეიძლება. უბრალოდ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება რაღაც კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, არ უნდა ჩაატარო იმ თანხით და აი ამ პროგრამის ფარველობით შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრეინინგს, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას და როგორ უნდა მოამზადოს მოლოტოვის კოქტეილი. ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხის შესწავლას სამთავრობო გუნდის პარალელურად საპარლამენტო კომისიაც იწყებს. პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კანონმდებლები კენჭს დღეს უყრიან. მანდატის ფარგლებში საპარლამენტო კომისიის წევრები კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. 14 კაციან კომისიაში 7 მანდატი ოპოზიციისაა, რომელიც აპირებს აქტიურად ჩაერთოს პროცესში. კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, კომისია ბიზნესთან ერთად აპირებს მსჯელობას, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ბაზარზე ფასების რეგულირება.
განათლების რეფორმას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს, მოწინააღმდეგეები ჰყავს ორივე უმაღლეს სასწავლებელში. ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი პროტესტს აქციებით გამოხატავს. პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები. აკადემიურმა პერსონალმა საკუთარი მოსაზრებები ამ ფორმატშიც დააფიქსირა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი მმართველ ორგანოებს შეხვდა შეხვედრამ აქციის ფონზე ჩაიარა. ხმაური წარიმართა აკადემიური საბჭოს შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე ესწრებოდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პროფესორების ნაწილი დაანონსებული გეგმის შეჩერებას და აკადემიურ საზოგადოებასთან დისკუსიის დაწყებას მოითხოვს. ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქნესეთის სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრების ფორმატში მხარეებმა განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე ისაუბრეს, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებაზე. ამ მიმართულებით ქნესეთის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრები გავუმართეთ ისრაელის პარლამენტში. ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დავით ბიტანთან და ქნესეთის თავმჯდომარესთან ამირ ოჰანასთან, ჩვენს ძველ მეგობრებთან, ადამიანებთან, რომლებიც უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას და წარმატებას, მათთან ჰქონდა ძალიან მეგობრული და ამავდროულად საქმიანი განხილვა იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ორმხრივი ურთიერთობები ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის, ძალიან პოზიტივში იქნა აღნიშნული ამ ვიზიტის მნიშვნელობა განათლების სამინისტროს კონტექსტში. საქართველოში საკმაოდ ხშირად მაქვს ვიზიტები და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოსა და ისრაელს შესანიშნავი პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველოს მართლაც გამორჩეული წარმომადგენლობა ჰყავს ისრაელში, ჩვენ მათთან მუდმივი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი-ბირანი ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ ომისა და ძალადობის გაღვივებაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ირანში მკვლელობების მასშტაბის მომსწრეა და გააკრიტიკა რეჟიმის მხარდაჭერა კონფლიქტის მიმართ, მათ შორის ირანში წარმოებული შაჰედის დრონების გამოყენება უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმებისას. ზელენსკი მიესალმა ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებას უფრო მკაცრი ზომების მიღების შესახებ. Особливо в Нікополі були пошкодження ліній електропередач через Орск. კიევის მკვიდრები მთელი ღამის განმავლობაში მეტროს სადგურებს აფარებდნენ თავს. უკრაინის დედაქალაქს რუსეთი დრონებითა და რაკეტებით უტევდა. შუაღამის შემდეგ კიევში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ტელეგრამზე დაწერა, რომ დარტყმება ზიანი მიეყენა დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე 5 რაიონს. დაზიანდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და შენობა, სადაც საბავშვო ბაღია განთავსებული. საჰაერო თავდასხმების განგაშის გამოცხადებიდან 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსული საჰაერო თავდასხმები. განაცხადეს უკრაინის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა, მათ შორის ხარკოვზე, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქზე, სადაც რეგიონის გუბერნატორის თქმით 2 ადამიანი დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას შესაძლოა მალე კარგი ამბავი ჰქონდეს 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული თითქმის 4 წლიანი ომის დასრულების მცდელობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების 1 კვირით შეწყვეტასთან დაკავშირებით მის თხოვნას დასთანხმდა, რაც მისივე თქმით უკვე დიდი მიღწევაა. კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში კულტურის ამბების გაშუქების შესახებ ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი ჩატარდა. 2 დღიანი შეხვედრის ფარგლებში ტელეწამყვანმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილა. გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურის სფეროს გაშუქების თავისებურებებზეც. კულტურული მოვლენის გაშუქება განსაკუთრებულად რთულია და დიდ ინტერესს მოითხოვს და აი სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ აი ამდენი ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა მოვიდოდა ამ
ტრენინგზე და ესე გულდასმით მოწადინებული იქნებოდა, მიიღო ის ცოდნა, რომელიც მაგალითად მე დამიგროვდა ამ 25 წლიანი სატელევიზიო მუშაობის მანძილზე. მგონია რომ დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე კიდევ უფრო მეტად სხვა თვალით დაანახებს იმ ურთულეს გზას, რასაც კულტურის სფეროში ჟურნალისტის საქმიანობა ქვია. დავესწარით ნიკა წულკიძის ლექციას, როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები, იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ამასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, რომელიც სწორედ კულტურის სფეროში მუშაობთ და ვფიქრობ, რომ იყო რჩევები, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მთავარი მომდევნო გამოშვები 12 საათამდე გემშვიდობებად. დროებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ უყურებთ დილის ტალღას, აუცილებლად გამოვყვებით Facebook გვერდზე, დილის ტალღა ლათინურადაც და ქართულადაც შეგიძლიათ აკრიფოთ და იქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას იხილავთ თქვენთვის, რაც დილიდან უკვე გავიდა ჩვენს ეთერში, აუცილებლად ავტვირთავთ და თქვენთვის საინტერესო თემებს იპოვით, ასე რომ გამოგვიწერეთ. ახლა კი ერთად გადავავლოთ თვალი გადაცემის მესამე ნაწილის ანონსს. რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ლიზა ხაჯიშვილს, როგორ შეცვალა ერთმა შემთხვევითმა ვიზიტმა კერამიკის ვორქშოპზე მისი ცხოვრება. თიხასთან პირველივე შეხებამ ისე მოხიბლა, რომ ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა, დღეს კი თავად უზიარებს ამ გამოცდილებას სხვებს. დამოლოს რამდენად აუცილებელია უმაღლესი განათლების დიპლომი და პასუხობს თუ არა პროფესიული სწავლება ბაზრის მოთხოვნებს. სტუდიაში პროფესიული კოლეჯის დირექტორთან ერთად დავბრუნდებით, განვიხილავთ სიახლეებს, მოთხოვნად მოდულებს და მიზეზებს, რის გამოც პროფესიული სწავლება პერსპექტიული არჩევანია კარიერისთვის. ნამდვილად პერსპექტიული არჩევანია კარიერისთვის და შეგიძლიათ არა მხოლოდ თქვენი პროფესია, უკვე დამატებით შეიძინოთ სხვა პროფესიაც. დღევანდელ რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ლიზა ხაჯიშვილს, ერთმა შემთხვევითმა ვიზიტმა კერამიკის ვორქშოპზე მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. თიხასთან პირველივე შეხებამ ისე მოხიბლა, რომ ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა. დღეს კი უკვე თავად უზიარებს ამ გამოცდილებას სხვებს. ნახოთ რუბრიკა შენი იდეა. ბავშვობაში ყველა თვითგამოხატვის ხერხს მიმართავდი იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამომეხატა. ეს იქნებოდა წერა, მუსიკა, სიმღერა, არ ვიცი, ყველაფერი. მაგრამ ძალიან უნჭო ვიყავი ხატვაში და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი შესაბამისად, რომ რაღაცას ხელით შევქმნიდი. მე ვარ ლიზა ხაჯიშვილი, 29 წლის. პროფესიით ჟურნალისტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს არ მიმუშავია. თიხასთან ურთიერთობა ჩემთვის თავიდან იყო უბრალოდ ჰობი. როცა მივედი პირველ გაკვეთილზე, გადაწყვეტილი მქონდა, რომ თერაპიული ხასიათი ქონოდა ამ ყველაფერს, მაგრამ როცა პირველად შევეხე, იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ვთქვი, რომ ეს უნდა გახდეს ჩემი ცხოვრების ნაწილი. და ასეც მოხდა. სინამდვილეში მე ყოველთვის პროცესით ვიღებ სიამოვნებას და როცა მე ვიღებ სიამოვნებას, ჩემი ნამუშევარიც არის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა შევქმნა. უბრალოდ უნდა გამოვხატო საკუთარი ემოცია, რო შეხედავ ყველა კერამიკულ ნამუშევარს, აქ სული არის ძალიან ორგანული და ეგ ძალიან მეხმარება რა, რაღაც მგონია რომ ჩემი ნამუშევრები მე ძალიან მგავს და გამოხატავენ იმას თუ ვინ ვარ მე. მე არ გადამიწყვეტია, რომ ჩემი ცოდნა ვინმესთვის გამეზიარებინა და არ მქონია ეგ ამბიცია, რომ აი ვიღაცებს უნდა ვასწავლო. უბრალოდ ჩემი სტუდია რო გავხსენი და დავიწყე რაღაც ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრების განთავსება გვერდზე, ადამიანების დაინტერესება წამოვიდა იმასთან დაკავშირებით, ჩავატარებდი თუ არა კერამიკულ ვორქშოპებს და მეთქი რატომაც არა მოდი ვცადოთ და სატესტოდ უბრალოდ დავიწყე ჩემი ახლობლებისთვის ჩატარება, აი როგორ მოეწონებოდათ, როგორ მოვეწონებოდი მე როგორც მასწავლებელი და
ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვისაც ეს ამბავი, რომ აი ვიღაცას შენ ცოდნას უზიარებ და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აი ვიღაცა გაიხარა, გახალისდა, სასიამოვნო დღე გაატარა და რაღაც საკუთარი თავი გამოხატა. გონია რომ ყველა არტისტს უნდა რომ ისმა შემოქმედებამ კვალი დატოვოს. უფრო მეტად ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე, იმიტომ რომ დიდად დრო არ მრჩება რომ რაღაც ვაწარმოო. ნუ რა თქმა უნდა, არ მიყვარს დიდად ინდივიდუალური შეკვეთები, მაგრამ არის მოთხოვნა და ვაკეთებ. მაგრამ ჩემს რაღაცა ნამუშევრებს, აი კვირაში 2-3 ნამუშევარს მაინც აუცილებლად ვქმნი, იმიტომ რომ ამის გარეშე არ შემიძლია. ოცნების სახელოსნოზე სიმართლე გითხრა არ მიფიქრია, იმიტომ რომ სახელოსნოა, თიხის მტვერით სავსე, აი სადაც ყველგან თიხა, საღებავები, ინსტრუმენტებია, აი სიმართლე გითხრა მაგაზე არ მიოცნებია, ალბათ ყველგან ვიგრძნობ თავს აბსოლუტურად კარგად, სადაც ბევრი თიხა იქნება და ბევრი ინსტრუმენტები, რომ ბევრი ვწერწო. მე მგონია რომ ადამიანებს ძალიან ეშინიათ სტაბილურობის დაკარგვის და ეს არის ერთადერთი რის გამოც რუტინულ სამსახურებს ვერ წყდებიან, შეუძლიათ რომ აი რაღაც ნერვები გაიფუჭონ რაღაც კონკრეტული სტაბილური ხელფასის გამო და იმუშაონ იქ, ოღონდ სტაბილურობა გქონდეთ და ჩემ შემთხვევაში ესე არა, მე მირჩევნია რომ ვიმუშაო, ვაკეთო ის რაც მიყვარს, ჩავდო მთელი სული და გული და მატერიალურადაც მე ვიქნები ისე როგორც ვარ მენტალურად. აი ამის მჯერა და მწამს და ადამიანებს ამის ძალიან ეშინიათ. მე ვურჩევდი რომ არ შეეშინდეთ ამის და საერთოდ ნურაფრის ნუ შეეშინდებათ, იმიტომ რომ ადამიანებს გარანტირებული ხვალინდელი დღე არ გვაქვს და ეხა იმაზე ვიფიქროთ რომ მე თუ რაღაც ბიზნესი დავიწყე, გამიმართლებს არ გამიმართლებს. ანუ ჯობია რომ გავრისკოთ რეალურად ესეც რაღაცეებში და ნახოთ შედეგი. არ მჯერა რომ რაღაცამ შეიძლება შეგაშინოს და რაღაცამ შეიძლება წინ დაგიდგეს ისეთმა რომ შენ ვერ შეეწინააღმდეგო რა, ეს არის შიში. და შიში არის ერთადერთი რაღაცა, რაც მარტო უკან დაგხევს. და შესაბამისად, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, გარისკეთ, გაბედეთ და ნახავთ, როგორ კარგად წავა ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ნაკეთი, უნიკალური ქმნილებები, რომელსაც ადამიანი თავისი ფანტაზიით ქმნის და ბევრი გაგეკეთებინოთ ასეთი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენში ეს ნიჭი არის, არ არის გვიანი, შეიძინეთ თიხა და დაიწყეთ პირველი ნაბიჯები გადადგით. ძალიან კარგი თერაპიაა და ძალიან მოქმედებს სიმშვიდეს და სულიერ განვითარებას. მადლობა, რომ თავიდან ბოლომდე გაგვაცნო. შეიძლება ითქვას კერამიკასთან მუშაობის დიდი საიდუმლო. პრინციპში სწავლებაზე და პროფესიულ სწავლებაზე ვაგრძელებთ ახლა ჩვენ საუბარს. უმაღლესი განათლების მიღება ტრადიციულად წარმატების გარანტად მიიჩნეოდა, თუმცა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული სწავლება სულ უფრო ძლიერ ალტერნატივად ყალიბდება. ეს არ არის უბრალოდ მეორე არჩევანი, არამედ პრაგმატული გზა მათთვის, ვისაც სურს კონკრეტული უნარების დაუფლება და შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაცია. ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ ირჩევენ ადამიანები პროფესიულ განათლებას უმაღლესის ნაცვლადაც. დავით მჭედლიშვილი, კოლეჯ ახალი ტალღის დირექტორია ჩვენთან სტუმრად, ძვირფასი სტუმარი დილა მშვიდობის მოგესალმებით. დიდი მადლობა კადრის მიღმა სასიამოვნო საუბრისთვის და ახლაც ძალიან საჭირო თემაზე გავაგრძელებთ საუბარს და პირველი რასაც უნდა შევეხოთ, ეს არის პროფესიული განათლების მთავარი უპირატესობები. აი ამით დავიწყოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან მომენატრა თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. წარმატებებს გისურვებთ და მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს თქვენთან ვარ. ჩემთვის ჩემი გადასახედიდან დღეს პროფესიულ განათლებას გაცილებით მეტი მოთხოვნაც აქვს და მხარდაჭერაც და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად პროფესიული განათლება არის ის ხიდი, საშუალება, როცა ადამიანებს
ეს თავიანთი მიზნები ან შემდგომ შეიძლება მეორედ დასახული ოცნებები აუსრულოს. ამისათვის დღეს პროფესიულ განათლებაში ყველა პირობაა შექმნილი, შეიძლება ითქვას, როგორც ახალგაზრდა დამწყები ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სკოლიდან იწყებენ თავიანთი ოცნებების ასრულებას, საოცნებო პროფესიების შესწავლას, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე მეორედ ჭირდებათ გადამზადება, შეცვლა ჭირდებათ თავიანთი ცხოვრების მორგებულია ყველა პროგრამა, ყველა საშუალება იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ალბათ ყველაზე პირველი მთავარი უპირატესი მიზეზიც ის არის დროის ეფექტურობა. ანუ ჩვენ მოკლე ვადაში შეგვიძლია დავეუფლოთ პრაქტიკის საშუალებით, რაც ყველაზე მთავარია და ხანდახან წლობით ელოდებიან სტუდენტები, რომ პრაქტიკას დაეუფლონ, პირდაპირ პრაქტიკით იწყება პრინციპში ამ სასწავლებელში სწავლის დაწყება. მართლაც სულ სხვა პირობებია დღეს სტრატეგიულად სახელმწიფოსგან განვითარება პროფესიული განათლების და ინფრასტრუქტურული ნაწილი უკვე შეიძლება ითქვას სულ სხვა მდგომარეობა, სულ სხვა დონეზე გვაქვს, არაფრით არ განსხვავდება, შეიძლება ითქვას საზღვრის გარეთ იმ პროფესიული სასწავლებლებისგან, ეს ერთი ნაწილი. მეორე ის რომ მიმდინარეობს დახვეწა და მორგება პროგრამების. მე პირველივე თვეს ხვდები უკვე გამომივა თუ არ გამომივა, იმიტომ რომ პირდაპირ პრაქტიკით ვიწყებ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია ხელობის შესწავლა და თვითონ თეორიული ნაწილიც უფრო მორგებულადაა ჩაშენებული ამ პროგრამებში. ჩვენ უკვე გვაქვს პრაქტიკული ნაწილი, როგორც ადგილზე, საკმაოდ სერიოზულ სახელოსნოებში, ასევე შეგვიძლია ამის გატანა ბიზნესში და ბიზნესი უკვე ჩართული ყავს ჩვენ სწავლებაში, პრაქტიკულ ნაწილში. გარდა ამისა ძალიან დიდი საშუალებებია, ალბათ ჩვენი გადაცემის ფორმატი ვერ გვეყოფა ამისთვის, მაგრამ ძალიან დიდი საშუალებები არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გრძელვადიანი პრაქტიკული ნაწილის განხორციელების. გაცვლით პროგრამებს გულისხმობთ ალბათ და როგორ ითხრათ, მაინც საინტერესო იქნება. გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები, დაახლოებით 15 ქვეყანასთან გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი პრაქტიკული ნაწილი გავაზიაროთ, გავცვალოთ, სტუდენტებს მივცეთ საშუალება როგორც ევროპული მიმართულებით, აზიური მიმართულებით, იმის მიხედვით მათთვის საინტერესო რა არის. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ უფრო გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს, ვიდრე გქონდა აქამდე ევროპაში და შემდგომ ესეთი სამკუთხედი შეიძლება გავაკეთოთ, იმის შემდგომ მომზადებული უნარშეძენილი ახალგაზრდების ადამიანების დასაქმებას გარკვეული პერიოდით იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და წერტილში, სადაც მათი სურვილია. რაც პროფესიული განათლების ეს ეფექტურობას ერთგვარად ზრდის და საინტერესოა ბატონო დავით, ახლა თქვენ გააქვთ საშუალება რომ რაღაცა დააკვირდეთ, აი რამდენად გაიზარდა ცნობიერება პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ წლების წინ ცოტა აგდებული დამოკიდებულებაც ჰქონდა, ხა ისმო აღიაროთ. პროფესიულ განათლებას ყოველთვის ჰქონდა ეს ნიშა. მაგრამ მოთხოვნა იყო. შეიძლება ითქვას უსამართლო, მე დიდი ხანია ვიყავი პროფესიულ განათლებაში და სულ ამას ვამბობდით ხოლმე, რომ პროფესიულ განათლების აი როლი ძალიან დიდია და შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყენოთ ეს ჩვენი ცხოვრების მორგებისათვის, ჩვენი განვითარებისათვის. თუმცა ყოველთვის იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებში პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით რაღაც სხვა დამოკიდებულება. მე ვფიქრობ იმსხრევა ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ პრაქტიკული მოთხოვნა დღეს ისეთია, რომ შემიძლია მე პროფესიული განათლებით ჩემი ცხოვრება მოვაწყო და პლუს ანაზღაურებას ბატონო დავით, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაც კონკრეტულ მიმართულებაში, მაგალითად კულინარიაში პროფესიონალ ადამიანს უფრო მეტი ანაზღაურება ქონდეს, ვიდრე რაღაც საშუალო რგოლის წარმომადგენელ მენეჯერს, ხო? რა თქმა უნდა, განათლება მიღებული აქვს, თქვათ, თავის უნივერსიტეტში. დღეს ჩვენს ქვეყანაში როგორი პირობებია ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობაა და აი მე შემიძლია ჩემი ბიზნესი მოვაწყო ისე რომ ვისწავლო ის რაც მინდა გავაკეთო, ის რაც შეიძლება ფულს მაშოუნინებს და ჩემ ცხოვრებას დამილაგებს. ამიტომ პროფესიულ განათლებაში დღეს ამის ყველა პირობა არის. შესაძლებელი არის
პარალელურად ვისწავლო, დავიწყო ბიზნესი, ამ ბიზნესშიც ხელშეწყობა გვაქვს. ჩვენთან თანამშრომლობს უამრავი ფონდები, უამრავი სახელმწიფო დამოკიდებულება, ასეთი რომ ახალ დამწყებს ახალ დამწყებს ხელი შეუწყოს. აი, პროექტები, სადაც შეიძლება დაფინანსება მოიპოვო ადგილზე, სწავლასთან ერთად, დავწერო ბიზნეს იდეა, ჩვენი სტუდენტებისათვის დღეს ჩვენ ეს ძალიან ახალი შეთავაზებები გვაქვს. დავასაქმოთ ყველა დონის, ყველა საფეხურის პრაქტიკა ვაჩვენოთ, ამის შემდეგ მათ აქვთ საშუალება როგორც მუშაობის, ასევე საკუთარი ბიზნესის განვითარების. თუმცა დამსაქმებლებისგან ძალიან ხშირად გვესმის, რომ აი ტურისტული მზარდი კუთხე ვართ, ესე რომ ვთქვათ და ძალიან ხშირია აი კადრების ნაკლებობა, იგივე და მომსახურების სფეროში. შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში აი ეს მოთხოვნა? სამწუხაროდ ეს გამოწვევა დღეს გვაქვს ქვეყანაში ნამდვილად, იმიტომ რომ ბიზნესი ვითარდება, მას არაფერი არ აბრკოლებს და საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივყვეთ ამ გამოწვევებს, ყოველთვის იქნება ბიზნესის მსგავსი დამოკიდებულება, რომელიც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. თავარი არის ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ბიზნესის ჩართულობა ჩვენს სწავლებაში. ბიზნესთან მჭიდრო კავშირი ჩვენ გადაგვარჩენს ნამდვილად. დღეს ბიზნესი ამაზე მზაობას გამოხატავს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათთან ერთად ვასწავლოთ, მათი კონტროლის, მათი ჩართულობით გავაკეთოთ ეს სწავლებები და ვფიქრობ, რომ ბიზნესი მართალია, ჩვენ გავართმევთ თავს ამ გამოწვევასაც და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად განავითარებთ. კი, მაგისკენ მიდის ყველაფერი და შეუძლებელია, რა თქმა უნდა, არ შევეხოთ სწავლების დაბალ ხარჯებს და იმ პროგრამებს, რომელიც უფასოდ, ზოგიერთი სრულიად უფასოდ ხორციელდება სასწავლებელში. დიახ, აი ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ სახელმწიფოს დღეს პრიორიტეტად აქვს ქცეული პროფესიული განათლება, სტრატეგიულია ჩვენი ქვეყნისთვის და აფინანსებს აბსოლუტურად ყველა პროგრამა. ჩვენთან ძირითადი კვალიფიკაცია შეგიძლია მიიღო უფასოდ სახელმწიფოს დახმარებით. ყველაფერი დაფინანსებულია. თუმცა არის საშუალება თვით დაფინანსებით მოკლევადიანი გადამზადებები გაიარო, რაღაც მოდულებში კონკრეტიზაცია გააკეთო. აბსოლუტურად ყველაფერს ვთავაზობთ. ყველა გზა გახსნილია იმისათვის, რომ მოვიწვიოთ. აი პრიორიტეტული მიმართულებები მაინც რა არის, ხო? პრიორიტეტი მაინც რჩება რეგიონი განვითარების კუთხით ძალიან მაღალ ნიშნულებს აღწევს, ტურიზმი ვითარდება ყოველწლიურად, ვიზიტორების ნაკადი იზრდება ჩვენს რეგიონში. ფაქტიურად ეს გვაძლევს ძალიან დიდ მოთხოვნას ბაზარზე ტურიზმის განვითარების კუთხით, თუმცა არანაკლებია ვეტ ინფორმაციები, არანაკლებია მომსახურების სხვა სფეროები, ტრანსპორტში, მშენებლობა არის აქტუალური და ძალიან მოთხოვნადია ჯერ კიდევ. თუმცა შემოდის ახალი პროფესიები, რომლებიც მომავლის პროფესიების სახით არის. დიახ, ხელოვნური ინტელექტი თავისთავად არის ის საშუალება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა შევეთვისოთ, აუწყოთ ფეხი, სადაც შევძლებთ მეტად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ ვიქნებით უფრო ძლიერები და კი ბატონო. დახმარება იქნება ელემენტარული განათლებას ეს არ უნდა ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს. ვერასდროს უბრალოდ ეს იქნება საშუალება გამოვიყენოთ ჩვენთვის. და ალბათ ყველაზე მთავარი არის ის, რომ პროფესიული განათლება მაინც და მაინც არ ნიშნავს უარის თქმას უმაღლეს განათლებაზე, ხო? მართალი ბრძანებით. შეიძლება ითქვას, ბევრი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, რომელიც შეიძლება დასაქმებულიც არის, პარალელურად ცდილობს, რომ მიიღოს განათლება, პროფესიული განათლება და ეს ძალიან სასიხარულოა, ეს ტენდენცია დღეს არის პროფესიულ განათლებაში. ჩვენ ეს ადამიანები ნამდვილად გვჭირდება, იმიტომ რომ ესენი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, უფრო მაღალ დონეებზე შეიძლება მაღალ ანაზღაურებაც გულისხმობთ. რა თქმა უნდა, მოთხოვნა ყველა მიმართულებით გახლავთ, ასე რომ ჩვენ მზად ვართ პროფესიული განათლება ამ ხარდაჭერის ფონზე, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს პროფესიული განათლების მიმართ, გამოვიყენოთ ადამიანების სასარგებლოდ და
მზად ვართ ამ განათლებას. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ არ ჩერდებით. დავით ჭედლიშვილი, კოლეჯი ახალი ტალღას დირექტორი იყო ჩვენთან სტუმრად. საუბრობდით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. ასეთი იყო 3 თებერვლის დილის გადაცემა. ჩვენ სულ რაღაც ხვალამდე გემშვიდობებით და მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და ვიყურებდით. სულ მალე და